მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით მომდევნო ვლოგ ტუტორიალით. მე თქვენ დაგპირდით, რომ პირაში 2-3 ტუტორიალს მაინც შემოგთავაზებ. ყველანაირად ვცდილობ, რომ დანაპირები ავასრულო. შეიძლება ზოგჯერ ჩამივარდეს, მაგრამ ამასაც მაქსიმალურად გაცნობებთ ხოლმე და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვლოგით დაგიბრუნდით დღეს, რაც კი ყოფილა ჩვენი ვლოგების ისტორიაში. მე-11-ია თუ მე-12-ია, არ მახსოვს სიმართლე გითხრათ ზუსტად. მოკლედ, მე დღეს თქვენთან მინდა ვისაუბრო AI აგენტების შესახებ და საერთოდაც მომდევნო ვლოგ ტუტორიალები უფრო მეტად გართულდება. ჯერ AI აგენტებზე რაღაცა ბაზისებიდან დავიწყებთ საუბარს, რომ რაღაცა ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ და ძალიან გავააქტიურებთ. ფაქტობრივად ჩვენი ვლოგ ტუტორიალების უმეტესი ნაწილი დაეთმობა 4 ხაზს და ამაში ვეცდები რომ გაგარკვიოთ ახლა. პირველი ეს იქნება AI აგენტები, რაღაცა ბაზისური დონიდან კომპლექსურ დონემდე, ეს იქნება vibe coding-ი პარალელურ რეჟიმში, ანუ no code, კოდის გარეშე აპლიკაციებისა და ვებსაიტების პროტოტიპების თუ სრული ვერსიების, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, შექმნა. შემდეგი მესამე ნაწილი ეს იქნება მნიშვნელოვანი საკითხი ჩემი აზრით, AI-ის გამოყენება მონაცემთა ანალიზში, რადგანაც მე ძალიან დაინტერესებული ვარ ზოგადად ფინანსებით, ბიზნეს კატეგორიებით და რიცხვებთან დაკავშირებული საკითხებით AI-ის გამოყენების დროს და მეოთხე ეს იქნება უკვე ბიზნეს პროცესებსა და საერთოდ ცხოვრებისეულ პროცესებში AI-ის გამოყენება ღრმა კომუნიკაციის თვალსაზრისით. თუ როგორ შეიძლება ავაგოთ კომპლექსური პრომპტები, როგორ შეიძლება ჩავყვეთ ხელოვნურ ინტელექტს ძალიან ღრმად და იქიდან ამოვიღოთ ყველაფერი საჭირო და გამოსადეგი ჩვენთვის. მოკლედ, ძალიან დიდი გეგმები მაქვს, მე თვითონ მეშინია ხოლმე ზოგჯერ ჩემს გეგმებს და ამბიციებს, რასაც ვუყურებ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით თუ რა მინდა რომ თქვენ მოგაწოდოთ და თქვენთან რაზე მინდა კომუნიკაცია ვაწარმოო, მე თვითონ მეშინია ხოლმე ზოგჯერ, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრ რაღაცას ვფიქრობ, როგორ გავაუმჯობესო თქვენთან კომუნიკაცია, თქვენთვის ეს სწავლების პროცესი და არა მარტო სწავლების მინდა რომ უბრალოდ რაღაცა ინფორმაციებისა და გამოცდილებების გაზიარების ელემენტებით დავამატო და მოკლედ ასე ამონო იყოს ჩვენი კომუნიკაცია ერთმანეთთან და არ იყოს რაღაცა ისეთი დაშტამპული, გაკვეთილის მსგავსი რაღაცა, ან ტრენინგის მსგავსი რაღაცა, რომელიც შეიძლება ცოტა მომამბიზრებელიც კი აღმოჩნდეს თქვენთვის. მოკლედ, შეგვიძლია გადავიდეთ დღევანდელ ეპიზოდზე. წინა ეპიზოდისგან განსხვავებით აღარ ვაპირებ 1 საათი ან საათნახევარი საუბარს, იმედია რომ არ გამეწელება აქამდე, იმიტომ რომ ცოტა რთული საყურებელია ხოლმე, აქცენტს გავაკეთებ შედარებით მცირე დროის შუალედის ეპიზოდებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებ, აბსოლუტურად ყველა შესაძლო პლატფორმაზე, რაც კი აქტიურია საქართველოში, LinkedIn-ი, TikTok-ი, Instagram-ი, ახლა უკვე Facebook-იც ძალიან აქტიურად, YouTube-ი თავისთავად, მთელი გულით და სულით ვცდილობ ინფორმაციის გაზიარებას თქვენთვის და არა ზედაპირული რაღაცა მშრალი ინფორმაციის გაზიარებას, რომელმაც შეიძლება დაგაბნიოთ, არამედ ჩემი ტესტის შედეგებს ღრმად ვუკვირდებით თითოეულ საკითხს და ვცდილობ, რომ მივყვე, ჩავყვე ბოლომდე და ისე გაგიზიაროთ თქვენ, ასევე თქვენ შეკითხვებს უპასუხო ხოლმე მაქსიმალურად, სადაც კი მომმართავთ, რითაც შემიძლია დაგეხმაროთ ყველაფრით. მოკლედ, ამ პროცესში ვარ გართული, იმედია რომ ნორმალურად ვაკეთებ ყველაფერს. თქვენ გამჭირდება ერთადერთი რაღაც უბრალოდ რომ გამოიწეროთ ჩვენი პლატფორმა და დამიტოვოთ უკავშირი ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და მეტი სხვა სათხოვარი თქვენთან არ მაქვს, დანარჩენი შეგიძლიათ უბრალოდ მიიღოთ ყველაფერი ის, მე რასაც გაცდეთ. შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი ტუტორიალი, იმედია რომ ძალიან საინტერესო იქნება, ყოველ შემთხვევაში მე ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ. მოკლედ, იდენობრივ მოდელებთან, ხელოვნური ინტელექტის გავრცელებულ მოდელებთან, ChatGPT, Gemini, Grok, Perplexity, Claude, მე მგონი არ ახალია უკვე თქვენთვის კომუნიკაცია, თითქმის ყველა თქვენგანი აწარმოებთ ამ კომუნიკაციას. ზოგიერთი თქვენგანი ასევე აკეთებს მარტივ ავტომატიზაციებს, მაგალითად Mail-ში ან რაღაცა სხვადასხვა პლატფორმაზე, რომელსაც იყენებთ, თუ მოხდა A, მაშინ მოხდეს B, ანუ if then ლოგიკით. ზოგიერთი თქვენგანი მართლა აკეთებთ ამას, მაგრამ სინამდვილეში მე მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არის მხოლოდ და მხოლოდ აისბერგის მწვერვალი. დანარჩენი აისბერგის ნაწილი ქვემოთ არის და ამას ეწოდება უკვე AI აგენტები.
ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილებაც ამას მკარნახობს და ასეთია ჩემი ხედვა. და ამიტომაც მინდა რომ ნელ-ნელა თქვენი ყურადღება და თქვენი ფოკუსი გადავიტანო ხელოვნური ინტელექტთან უბრალო კომუნიკაციიდან ან რაღაცა მარტივი ავტომატიზაციებიდან AI agent workflow-ებზე, AI agent workflow-ებზე. ანუ ისეთ სისტემებზე, რომლებიც მართლა სერიოზულ, სიღრმისეულ საქმეს აკეთებენ. აი ამ ეპიზოდში მე მინდა რომ რაღაცა მცირე თეორიული შესავალი გავაკეთო, აგიხსნათ ეს ყველაფერი თუ რას ეხება საქმე და შემდეგ უკვე გიჩვენოთ ერთი workflow. ანუ თქვენთან ერთად ავაწყო ერთი მუშა მცირე პატარა ბაზისური workflow, გავუშვათ წარმოებაში და დავაკვირდეთ და ძალიან ხშირად დავდებ AI აგენტებზე ეპიზოდებს, უამრავნაირ workflow-ს ავაწყობ და მაქსიმალურად დაიხვეწებით ამ საკითხში. მოკლედ, რა არის AI აგენტი? ამით დავიწყოთ საუბარი და ეს რო კარგად მივხვდეთ და განმარტოთ პირველ რიგში, საერთოდ LLM-ის ლიმიტაცია უნდა განვიხილოთ. რეალურად რას აკეთებს ამ წუთის მდგომარეობით დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს ხოლმე, ჩვენ რაღაცებს ვეკითხებით, ის გვპასუხობს, ან მაქსიმუმ ფოტო, ვიდეო, ან რაღაცა სხვა ტიპის ფაილი დააგენერიროს. ანუ მას არ შეუძლია დამატებითი მოქმედებების გაკეთება. სხვა პლატფორმებზე მაგალითად შესვლა, იქ ჩვენი დავალებით იქ რაღაცა დამატებითი მოქმედებების გაკეთება, ან იქიდან მარტივად ინფორმაციის წამოღება და სხვაგვარი ამგვარი მოქმედებები, რაც უფრო რთული, კომპლექსური საკითხებია. უფრო სწორად, რომ არ შეგვეშალოს და უფრო ზუსტები რომ ვიყოთ. ასეთი ტიპის აგენტურის შესაძლებლობების განვითარებას ეს დიდი ენობრივი მოდელები უკვე ცდილობენ. ბოლო ხანებში ბევრი ფუნქცია დაემატა, მაგალითად ChatGPT-ს Agent Mode დაემატა, ასევე Google-ს აქვს Agent Mode, როცა შეუძლია მის Workspace-ში არსებულ აპლიკაციებში Google Drive, Google Sheet, Google Doc და ასე შემდეგ და გარკვეული მოქმედებები გავაკეთოთ ხელოვნურ ინტელექტთან კომუნიკაციის დროს. მოკლედ, ისინი ცდილობენ, რომ ასეთი შესაძლებლობები განავითარონ, მაგრამ AI აგენტი ცალკე მოქმედი ტიპია, პლატფორმაზე ვითარდება და მოკლედ დეურად და კონცეფციურად ცოტა სხვანაირი არსის მოვლენასთან გვაქვს საქმე. AI აგენტი არის მენეჯერი, ორკესტრატორი, რომელსაც ჩვენ თუ მივცემთ სათანადო ინტელექტს ხელოვნური ინტელექტისგან, ასევე მეხსიერებას, ასევე საჭირო ხელსაწყოებს, მაგალითად წვდომას და მოქმედების არეალს ჩვენს Gmail-ზე, CRM სისტემაზე, Slack-ში თუ სხვაგან. ასევე მივცემთ ზოგად მიზანს, ანუ ჩარჩოს რაშიც უნდა იმოძრაოს. ასევე მივცემთ ჩვენ ავტონომიურობას, რომ თავადვე გადაწყვიტოს ჩვენ მიერ მიცემული მიზნიდან გამომდინარე, რა ეტაპზე რა ხელსაწყოები გამოიყენოს, როგორ შეასრულოს ის ზოგადი დავალების ჩარჩო, რაც ჩვენ მივეცეთ. ამ შემთხვევაში დაიწყებს უკვე მოქმედებას და დაგვიგდებს ბევრად უფრო სერიოზულ და სრულყოფილ შედეგებს, ვიდრე ცალკე აღებული LLM-ი გაგვიკეთებდა ამას. ასეთი ძალიან კარგი ანალოგია არსებობს. თუ LLM-ი, დიდი ხელოვნური ინტელექტის მოდელი არის ენციკლოპედია, AI აგენტი არის მკვლევარი, რომელიც მიდის ამ ენციკლოპედიასთან და წერს რეპორტს საბოლოოდ. ასევე ასრულებს თუ საჭიროა სხვა დავალებებსაც ამ ყველაფრიდან გამომდინარე. AI აგენტი მარტივი ციკლის პრინციპს ეფუძნება. ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილს chain of thought, აზროვნების ჯაჭვის პრინციპი. ანუ ის ჯერ აღიქვამს ჩვენ მიერ მიცემულ ზოგად მიზანს, ჩვენ მიერ მიცემულ დავალებას, შემდეგ ის უკვე იწყებს ფიქრს, მისი ტვინი უყურებს და აანალიზებს. თუ სჭირდება მომხმარებელს ამინდის პროგნოზის გაგება ამ ზოგად დავალებაში, შესაბამისად, მან უნდა გამოიყენოს API key რომელიმე კონკრეტული პლატფორმის, საიდანაც აიღებს მაგალითად ამინდის პროგნოზს. სხვადასხვა სახის დეტალურ გეგმას აყალიბებს. შემდეგ ეტაპზე ის უკვე ხელსაწყოებს მიმართავს და კონკრეტულ მოქმედებებზე გადადის. ხოლო ბოლო ნაბიჯზე ის უკვე აანალიზებს მთელ პროცესს, რამდენად დამაკმაყოფილებელია ის შედეგი, რაც ჩვენ შევუკვეთეთ და ამის შემდეგ უკვე გვიბრუნებს საბოლოო პასუხს და გვიბრუნებს შესრულებულ დავალებას. რამდენიმე ტიპის აგენტური flow არსებობს და AI აგენტები ზოგადად. პირველი ტიპი ეს არის ერთ კონკრეტულ მარტივ დავალებაზე ორიენტირებული AI აგენტი, მაგალითად
იმაზე, რომ უპასუხოს მოსულ იმეილებს. მეორე ეს არის უფრო ზოგადი AI აგენტი, რომელიც სხვადასხვა დავალების შესრულებაზე არის ორიენტირებული flow-ს წარმართვის დროს. ხოლო მესამე ეს არის უკვე აგენტური flow, სადაც შიგნით ჩაშენებულია რამდენიმე ტიპის აგენტი, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიცირებენ, თითქოს განყოფილებები იყვნენ და ერთ ორგანიზაციულ მასშტაბში მუშაობდნენ. მაგალითად, copywriter-ი შეიძლება იყოს, დიზაინერი აგენტი შეიძლება იყოს და სხვა სახის აგენტები, რომლებიც ერთი განყოფილების აგენტური ჩარჩოს ფარგლებში მოქმედებენ მაგალითად. ავტომატიზაცია ესაგავს ინსტრუმენტს, რომელიც მოქმედებს ჩვენ მიერ მიცემული ინსტრუქციის ფარგლებში ზედმიწევნით, სწორად და მართებულად. ხოლო AI აგენტი ეს არის ჭკვიანი სტაჟიორი, რომელსაც ჩვენ დავალებას ვუსახავთ და თვითონ იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და ასრულებს საბოლოოდ, როგორც ჩვენთვის მისაღები იქნება. ავტომატიზაციის ინსტრუმენტმა იცის თავისი გზა კონკრეტულად. A, B, C რა არის მერე მოდის და ასრულებს ზუსტად ამას. როდესაც რაიმე მოულოდნელი ხდება ამ გზაზე, ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. ხოლო AI აგენტი, როგორც ჭკვიანი სტაჟიორი, აკვირდება ამ გზას, ჩვენ მიერ მიცემულ მიზანს ასრულებს, მის ხელთ არსებულ ყველა საჭირო ინსტრუმენტს იყენებს და სიტუაციიდან გამომდინარე ადაპტირდება, იღებს გადაწყვეტილებებს ზოგჯერ ავტონომიურადაც და მისწრაფის დამოუკიდებლად საბოლოო მიზნისკენ. ანუ კიდევ უფრო მარტივად რო ვთქვათ, AI აგენტი არის სისტემა, რომელიც აკვირდება თავის გარემოს და ავტონომიურად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მისწრაფის და მოქმედებს მიზნისკენ. ისინი მოქმედებენ მრავალ ეტაპზე და რაც მთავარია, AI აგენტები რაციონალურად მოქმედებენ. ყველაზე პრაგმატული გათვლებით. AI აგენტები მარტივ კოგნიტურ ციკლს ეყრდნობიან, სადაც 4 სხვადასხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი გამოიყოფა. პირველი ეს არის სენსის, ანუ გრძნობები. AI აგენტის უნარი, რომ გარე სამყაროდან მიიღოს საჭირო ინფორმაცია, რაც მისთვის ტრიგერი იქნება. მაგალითად, მომხმარებლის შეტყობინება Telegram-ში, ელფოსტაზე მოსული მაილი, ან კალენდარში მომხდარი რაღაცა ცვლილება, ან რაღაცა სხვადასხვა ხელსაწყოში განხორციელებული გარკვეული მოქმედებები, რაც დასაბამს მისცემს AI აგენტს, რომ დაიწყოს მოქმედებები და მისწრაფოს კონკრეტული მიზნისკენ. მეორე ეს არის აზროვნება, გონება, რომელიც უსათუოდ სჭირდება AI აგენტს, რათა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს მის მოქმედების გზაზე. ამას როგორც ყოველთვის უზრუნველყოფს LLM-ები, ანუ დიდი ენობრივი მოდელებიდან არჩეული რომელიმე ვარიანტი, რომელსაც ჩვენს AI აგენტს მივიღებთ. ეს იქნება Gemini, ChatGPT, OpenRouter თუ რაღაცა სხვა, შეიძლება რამდენიმე LLM-ი ერთდროულადაც კი მივცეთ, რათა AI აგენტმა თავადო გადაწყვიტოს, რომელი დავალების დროს რომელს გამოიყენებს. შემდეგი კომპონენტია უშუალო ხელსაწყოებში ჩადენილი მოქმედებები AI აგენტის მიერ. კალენდარში რაღაცის ჩანიშვნა, ან მაილის გაგზავნა, ან რაღაცა აპლიკაციაში რაღაცის განახლება, მოკლედ ყველანაირი სახის მოქმედება, იგივე ხელები, the hands, რასაც აკეთებს AI აგენტი ჩვენ მიერ მიცემული მიზნის შესასრულებლად არსებულ workflow-ში. და ბოლოს ეს არის მეხსიერება. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეგობრებო, AI აგენტს ჩვენ ვაძლევთ საბოლოო მიზანსაც, ანუ დავალებას, ხელსაწყოებსაც, აზროვნებასაც, ანუ LLM-საც და ასევე მეხსიერებასაც, რათა კონტექსტუალური იყოს მისი ჩვენთან კომუნიკაცია და არ დაკარგოს ძველი ინტერაქციები, რაც ჩვენ მასთან გქონია, თუნდაც ერთი მოკლე საუბრის დროს, ახსოვდეს წინა მესიჯებით. თუმცა მეხსიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რაც სჭირდება AI აგენტს. მოკლედ, რატო გვჭირდება საერთოდ AI აგენტები? ეს თემა ძალიან შორს წაგვიყვანს, ეხლა რო არგუმენტების მოყვანა დავიწყო, იმიტომ რომ აქ რაღაც მარტივი ავტომატიზაცია არ არის. უკვე აქ შეუძლია სერიოზულ ჩვენს დავალებებზე აიღოს AI აგენტობა პასუხისმგებლობა და ჩვენ გამოგვითავისუფლოს დრო უფრო მეტად სტრატეგიული ჩვენი დავალებებისთვის, რათა საბოლოოდ ჩვენ გავუწიოთ ყველაფერს ორკესტრირება და ბევრად უფრო მაღალი ხარისხის შედეგები მივიღოთ, ვიდრე უწინ მივიღებდით ამას. გადავიდეთ უფრო პრაქტიკულ საკითხებზე და გავშალოთ ერთი საკითხი. AI აგენტები შეიძლება შეიქმნას რამდენიმე ვარიანტად. ერთი ეს არის პროგრამულმა ინჟინერმა დაწეროს თავიდან ბოლომდე კოდი და შექმნას AI აგენტი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ბევრ რესურსს მოითხოვს: დროს, ჩართულობას, ძალისხმევას და სხვა. მეორე ვარიანტია უკვე მზა Python-ის ფრეიმვორკების გამოყენება, მაგალითად LangGraph, LangChain და სხვადასხვა რაღაცა, რაც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ნულიდან დაწერილი კოდი და საკმაოდ მოწესრიგებულად შეიძლება AI აგენტების წარმართვა და სიმართლე რომ გითხრათ, ამ წუთის მდგომარეობით AI აგენტების მიმართულებით სწორედ ეს არის ყველაზე პოპულარული. ხოლო მესამე ვარიანტი, რასაც ჩვენ განვიხილავთ ამ ეპიზოდებში, ეს არის no-code თულები, ანუ no-code და low-code თულები.
რაღაცა მასშტაბის კოდირება მაინც დაგჭირდება მცირედით გარკვეულ შემთხვევაში, როცა უკვე დიდ ფლოუებს ეხება საქმე. ეს არის პლატფორმა, რომელსაც დღეს განვიხილავთ N8N, რომელიც ყველაზე ძლიერია უპირობოდ. შეგვიძლია სხვა არც კი შევეხოთ ამ წოდეს მდგომარეობით და იძლევა ყველაზე სრულყოფილად AI აგენტების შექმნის საშუალებას ამ დონეზე, რაც ვახსენე, თან საკმაოდ ვრცელი, დიდი AI აგენტური workflow-ების შექმნის საშუალებას და არის node-ებზე, იგივე ბლოკებზე, იგივე კვანძებზე დაფუძნებული პლატფორმა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ დავწეროთ კოდი, ჩვენ უბრალოდ ვაერთებთ დაფაზე ამგვარ ინტერფეისში ერთმანეთს სხვადასხვა კვანძებს ვუკავშირებთ და ჩვენი ტექნიკური ჩართულობა არ წარმოადგენს რაღაცა დიდს, ისეთ დაუძლებელს, რომელსაც ვერ ვიზამთ კოდის არცოდნის გარეშე. N8N-ის ამ პლატფორმას LangChain-ის ძრავა უმაგრებს ზურგს. ანუ, პულისებს მიღმა კოდი იწერება რეალურად, უბრალოდ ჩვენ ინტერფეისზე კვანძებს, ბლოკებს ვაერთებთ ერთმანეთთან და ასე ვქმნით AI აგენტურ flows. N8N-ზე პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ აქვს ორი სხვადასხვა გზა სარგებლობის. ერთი ეს არის open source, შეგვიძლია ფიზიკურად გადმოვწეროთ და გავუშვათ ჩვენ დამხმარე პროგრამის საშუალებით ლოკალურად ჩვენ სერვერზე. ამ შემთხვევაში სრულიად უფასოა N8N, ხოლო მეორე შემთხვევაში ღრუბლოვან მათ სერვისებზე ვისარგებლოთ ვებში, მათი პლატფორმით. ამ შემთხვევაში დაახლოებით $20-25 უწევს თვიურად, რომ ვისარგებლოთ ამ პლატფორმით და დამატებითი ხარჯი ეს იქნება უკვე API-ების ხარჯების სხვადასხვა პროდუქტიდან, რასაც დავაკავშირებთ ამ პლატფორმას, ამაზე უკვე შემდეგ მოგახსენებთ. ჯამურად რო გითხრათ, დიდი მასშტაბის AI აგენტურ flow-ებზე თუ არაა საუბარი, რომელიც ორგანიზაციებს სჭირდება, ეს ნამდვილად არ არის დიდად ხარჯიანი პლატფორმა. როგორც მოგახსენეთ, ეს პლატფორმა წარმოადგენს drag and drop-ის პრინციპზე დაფუძნებულ კონსტრუქტორის ინტერფეისს, სადაც ჩვენ ვაერთებთ გარკვეულ ბლოკებს და ასე ვქმნით AI აგენტურ workflow-ებს. თუმცა, გვაძლევს ასევე შესაძლებლობას, რომ JavaScript-ზე ან Python-ზე დავწეროთ კოდი და გავაძლიეროთ ჩვენი AI აგენტები. ანუ დუალური მიდგომა ახასიათებს როგორც დეველოპერებისთვის, ისე არადეველოპერებისთვის. N8N ბაზარზე უპირობოდ სჯობს სხვა კონკურენტებს, როგორიცაა Make.com-ი და Zapier-ი, Indie AI-იც ასევე. N8N-ს გააჩნია ყველაზე მეტი დაახლოებით 1000-მდე ინტეგრაცია სხვადასხვა პლატფორმასთან, სხვადასხვა პროდუქტთან და ასევე ტემპლეიტების ძალიან დიდი ბაზა, რომელიც community-ის მიერაა შექმნილი და შეგიძლიათ უკვე მზა აგენტური workflow-ებით ისარგებლოთ პლატფორმაზევე. გეტყვით იმასაც, რომ ამ ბოლოს ჩაემატა workflow builder-იც, როცა შეგიძლიათ თქვენ მიერ მიცემული პრომპტით შექმნას N8N-მა თავადვე თქვენთვის სასურველი workflow. სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით არ მომწონს, ვერ აკეთებს საქმეს კარგად, თუმცა ასე მგონია, რომ მალე ძალიან გაძლიერდება ეს და ნელ-ნელა გადავა ეს პლატფორმაც სრულად პრომპტზე დაფუძნებულ აგენტურ workflow-ებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით ეს პლატფორმა self-hosting-ის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენ სერვერზე შეგვიძლია გავუშვათ ეს პლატფორმა, რაც კონფიდენციალურობის უმაღლეს სტანდარტს გვაძლევს უკვე. ასევე ეს პლატფორმა ღიაა ბევრი ხელოვნური ინტელექტის მოდელისთვის, ChatGPT-დან დაწყებული, Anthropic-ის ლოდამდე დამთავრებული და ესეც ძალიან მოქნილს ხდის ამ პლატფორმას. კონკურენტებისგან განსხვავებით, Make.com-ისგან და Zapier-ისგან განსხვავებით, როგორც გითხარით, გაცილებით ხარჯდეფექტურია ეს მოდელი, workflow-ს მთლიან შესრულებას ეფუძნება საფასო მოდელი და არა თითოეულ ნაბიჯს. რაც ბევრად უფრო ხარჯდეფექტური გამოდის მართლა. და ბოლოს ერთ კომპლექსურ საკითხსაც გეტყვით, ეს პლატფორმა არის ძალიან მოდალური და მასშტაბირებადი, რადგანაც თითოეულ სამუშაო ნაკადს შეუძლია რომ გამოიძახოს სხვა სამუშაო ნაკადი და შეგვიძლია საკმაოდ ვრცელი workflow ავაწყოთ ამ პლატფორმაზე და ხელსაწყოებისა და flow-ების ხელახლა გამოყენება მოვახდინოთ. მოკლედ, ესეც ჩვენი თეორიული საფუძველი, ეხლა გადავიდეთ უკვე პრაქტიკულ საკითხებზე, როცა მე უკვე ინტერფეისს გაგაცნობთ, გარკვეულ node-ებს გაგაცნობთ და რაც მთავარი ავაწყობ ერთ პატარა საწყის საბაზისო flows, დაგანახვებთ რა ხდება საერთოდ ამ პლატფორმაზე და შემდეგ უკვე ძალიან ხშირად შემოგთავაზებთ ახალ ეპიზოდს, სადაც ახალ workflow-ებს განვიხილავ და საფუძვლიანად შეგასწავლით აგენტურ AI-ს და ამგვარ პლატფორმებზე flow-ების აწყობას. გადავიდეთ საქმეზე. მოკლედ, მოვიმარჯვე ხა ჩემი თვალე და დავიწყოთ პრაქტიკული საკითხები N8N-ის პლატფორმასთან და ზოგადად AI აგენტებთან დაკავშირებით. შევდივართ პლატფორმა N8N-ზე, როგორც ხედავთ ამ წუთას და ავტორიზაციის გასვლის შემდეგ, ანუ sign-in-ის შემდეგ ხვდებით პირდაპირ სამუშაო დაფაზე. უпростоრად პირდაპირ სამუშაო დაფაზე არ ხვდებით, ჯერ ხვდებით რაღაცა სამართავ პანელში, საიდანაც შეგვიძლია გავხსნათ ჩვენი სამუშაო განყოფილება და აქედან
უკვე ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ჩვენ სამუშაო დაფაზე. აი აქ რასაც უყურებთ. თუმცა სანამ გადავალ სამუშაო დაფაზე და აქ დავიწყებ უკვე მთავარი დებულებების ახსნას და პრაქტიკულ ჩვენებას, მანამდე მთავარი გვერდის შესახებ გეტყვით 2-3 სიტყვას. მაგრამ მანამდე გაგახსენებთ ერთ რაღაცას. მე თქვენ გითხარით, რომ N8-ის პლატფორმა არის როგორც ვებ სერვისი, ანუ თავიანთ სერვისებზე მოსარგებლე პლატფორმა, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ AI აგენტების შესაქმნელად. ასევე, მეგობრებო, არის open source და ჩვენ შეგვიძლია გადმოვწეროთ ჩვენ სერვერზე და გავუშვათ ლოკალურად. რაც შეეხება მთავარ გვერდს, აქ გვაქვს ჩვენ მოცემული ჩვენი workflow-ები, ანუ უკვე რაც ავაწყეთ ჩვენი credential-ები, რომელსაც ცოტა ხანში განვიხილავთ, execution-ები, ანუ რა აღსრულება მიდის ჩვენი workflow-ების და ჩვენი database-ები, ანუ მონაცემთა ბაზები, რომელიც დაკავშირებული იქნება ჩვენს workflow-ებთან. ამას ცოტა ხანში კიდევ დაუბრუნდებით, მაგრამ მაგამდე მე მინდა პირდაპირ სამუშაო დაფაზე გადავიდე. დღეს მე თქვენ მინდა შემოგთავაზოთ ორი სხვადასხვა workflow-ს განხილვა. ორივე აგენტური workflow-ა და ერთმანეთთან კავშირში არიან. ერთი არის მარტივი ვერსია ძალიან, ხოლო ამ ვერსიის გართულებული ვარიანტი არის მეორე. რაც შეეხება პირველს, ჩემო მეგობრებო, კლინიკის chatbot-ია, რომელიც ახორციელებს შემდეგ მოქმედებას. ჩვენ მიერ განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით მომხმარებლებს პასუხობს, პაციენტებს უпроსწორად პასუხობს და ჯავშნის ვიზიტს ჩვენს Google კალენდარში. ხოლო მეორე flow, ამ პატარა flow-ს გართულებული ვერსია უკვე, სადაც არა chatbot-ი, არამედ Telegram-ია ჩვენი ტრიგერი, ესე წერტილი, ანუ Telegram-ზე გვწერს მომხმარებელი, პაციენტი და შემდეგ უკვე AI აგენტი დახუნძლულია და მიცემული აქვს ორი ძირითადი ინსტრუქცია და დავალება. ერთი მდგომარეობს იმაში, რომ დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ჩვენ მივცემთ, უნდა ამოიღოს საჭირო ინფორმაცია კლინიკის სერვისებისა და ფასების შესახებ და გასცეს პაციენტს შეკითხვებზე პასუხი, რაც დაინტერესდება, ხოლო მეორე ეს არის ის, რომ პაციენტის სურვილითა და დავალებით უნდა გადაამოწმოს ჩვენს Google კალენდარში ჯავშნები, როგორია დღეებისა და საათების მიხედვით და შეთანხმებულ დროსა და დღეს დაჯავშნოს ვიზიტი. ანუ ჩანიშნოს პაციენტის ვიზიტი შეთანხმებულ დროსა და დღეს. და ეს ყველაფერი განახორციელოს Telegram-ში და Telegram-ის კითხვა-პასუხის რეჟიმში. ერთი დეტალი მინდა აღვნიშნო და გითხრათ. მე დღეს არ მინდა რომ რაღაცა პლატფორმის პრაქტიკულ, მაგრამ რა ნაწილობრივ თეორიულ საკითხებს შევეხო და უბრალოდ რა როგორ მუშაობს პლატფორმაზე, მარტო მაგაზე გესაუბროთ, ან რაღაცა ავტორიზაციებზე, ან თუნდაც ლოკალურად როგორ გაუშვათ N8-ი ამ თემაზე, ან თუნდაც ნოუდები, ანუ მთავარი კვანძები, სამშენებლო ბლოკები განვიხილო მხოლოდ და მხოლოდ. მე მინდა რომ ამ ეპიზოდში, ჩემო მეგობრებო, გიჩვენოთ აწყობილი ორი flow, უბრალოდ თქვენთან ერთად ავაწყო ორი flow და რაღაცა ეს იქნება ალბათ თქვენი ტრიგერი, რომ დაინტერესდეთ საბოლოოდ ამ თემით, გადაწყვიტოთ კეთება და შემომყვეთ, რადგანაც მომავალში ვაპირებ, რომ სიღრმისეულად ძალიან დიდი flow-ები ავაწყოთ. რაც შეეხება შემდეგ ეპიზოდს უშუალოდ აი მაგაზე გავაკეთებ აქცენტს, რა ფუნქციები არსებობს ამ პლატფორმაზე, როგორია UX-ი, საბოლოო ჯამში, როგორ შეგვიძლია ეს ყველაფერი გავუშვოთ ლოკალურად ჩვენ სერვერზე და მოკლედ ეგეთ პრაქტიკულ დეტალებს განვიხილავთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ პლატფორმის წარმატებულ მოხმარებაზე. ეხლა კი დაუბრუნდეთ ჩვენს flow-ებს და დავიწყოთ ჯერ გატესტვა, ჩემი მიერ აწყობილი flow-ები როგორ მუშაობს, შემდეგ კი ნულიდან შექმნა თქვენთან ერთად. ძალიან საინტერესო იქნება. დავუბრუნდეთ ჩვენს flow-ებს და პირველ რიგში მოდი დავტესტოთ, ნახოთ როგორ მუშაობს ეს flow, სანამ დავიწყებდეთ ნულიდან კეთებას და ჩვენი ხელით აწყობას ყველაფრის. უბრალოდ ამ flow-დან არ დავიწყოთ, მოდი დავიწყოთ უფრო მარტივიდან. როგორც მე გითხარით, ეს არის AI აგენტის flow, რომელიც ჩატი წარმოადგენს ტრიგერს და ჩატი განთავსებულია ორ ადგილას. ერთი ადგილი არის თვითონ N8-ის პლატფორმა, ჩვენ შეგვიძლია აქვე ვაწარმოოთ კომუნიკაცია, გამარჯობა და აქვე მოგწერს AI აგენტი, რით შეგვიძლია დაგვეხმაროს კლინიკის სახელი. მოკლედ აქვე შეგვიძლია ვაწარმოოთ სრული კომუნიკაცია, ხოლო მეორე ვარიანტი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ლინკი, რომელზეც განთავსებულია ეს ჩატი და ამ ლინკიდან შეგვიძლია ვაწარმოოთ ჩვენ უკვე პაციენტებთან კომუნიკაცია, აი ასე როგორც ხედავთ, მოგესალმებით, კლინიკა Medical Service, ჩემი დარქმეულია ეს სახელი, რით შემიძლია რომ დაგეხმაროთ. გამარჯობა. კი ბატონო.
ეს საიტის ლინკი ჩვენ შეგვიძლია ჩავაშენოთ ჩვენ საიტზე, ან წავიღოთ სადაც გაგვიხარდება, უბრალოდ ეს იქნება მიბმული N8N-ის ღრუბლოვან სერვისზე და იმათთან იქნება ამ ხრივ დაკავშირებული. ისინი უზრუნველყოფენ და ამას ცოტა ხანში განვიხილავ და გაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება ამის დაკავშირება საიდან ხდება ეს ყველაფერი. მოკლედ, მოდი მივუყვეთ, დავტესტოთ ბოლომდე, გამარჯობა, როგორ შემიძლია დაგეხმაროთ, როდის გსურთ ჩაწერა კლინიკა Medical Service-ში. მე მსურს ჩაწერა ხვალ 6 საათზე. და ვნახოთ, როგორ ჩამწერს. ხვალ 6 საათი თავისუფალია, გინდა გავშანე ამ დროს, თუ კი, თხოვთ მითხარით თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი. თორნიკე 572-22-58-09. ჩემს ნომერს ვეუბნები და ვნახოთ, რა სიზამს უნდა ჩამწეროს წესით და რიგით ხვალ 18 საათზე ამ დროს ექიმთან. გმადლობთ თორნიკე, თქვენი ჩაწერა დადასტურებულია ხვალ 18 საათზე კლინიკა Medical Service-ში. თუ დაგჭირდათ სხვა დრო შეგიძლიათ მომართოთ. მოდი ახლა პირველ რიგში ჩვენ კალენდარი გავხსნათ და კალენდარში გადავამოწმოთ today. დღეს არის 2 ხვალ უნდა ვიყოთ ჩვენ ჩაწერილი წესით და რიგით 6 საათზე. ჩაწერა თორნიკე 6 საათი. კი ბატონო, ჩაწერა განხორციელებულია. ეხლა თქვენ შეიძლება მკითხოთ, რომ კლინიკის გარდა ექიმი, მიმართულება თუ რაზე გსურთ ჩაწერა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გაწერადია, მე უბრალოდ ტექნიკურად გიჩვენეთ ეს ყველაფერი როგორ ხდება და რას აკეთებს. იმ შემთხვევაში თუ მე კიდევ ვეტყვი, რომ 6 საათზე ჩამწეროს ხვალ, ასე ვთქვათ, როგორც სხვა პაციენტი დაუშვოთ, ამ შემთხვევაში უკვე აღარ ჩამწერს, იმიტომ რომ ზემოდან აღარ გადააწერს ერთ ჩაწერას, ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება მეორე workflow-ს, მოდი ესეც დავტესტოთ უცებ, სანამ დანარჩენი მნიშვნელოვანი დეტალების განხილვას დავიწყებდე და მოდი Telegram-ში ვკითხოთ ჩვენ, რომ ჩამწეროს, ეს არის თუ არ მეშლება რამე ამ აგენტის სატესტო ვერსია, chatbot-ის და მოდი მივწეროთ გამარჯობა. ამ შემთხვევაში უკვე მე როგორც გითხარით, არ აკეთებს მარტო ჩაწერას, არამედ კონკრეტულ შეკითხვებსაც პასუხობს კლინიკის სერვისების შესახებ, რომელიც მე მივეცი. ამის შემდეგ ახდენს უკვე ჩაწერას. გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ კლინიკა Medical Service-ში? გაქვთ შეკითხვები სერვისების ფასების ან ვიზიტის დაჯავშნის შესახებ? მოდი ჯერ ვკითხოთ, მითხარი, თქვენი სერვისები და ფასები. მოდი ამაზე გვიპასუხოს და შემდეგ განვახორციელოთ ჯავშანი. კი ბატონო, როგორც ხედავთ, მეგობრებო, ჩემი მიერ მიცემული მონაცემებიდან გამომდინარე, მომცა, ასე ვთქვათ, სერვისების ჩამონათვალი და განფასება და მე შემიძლია უკვე კონკრეტულ ექიმთან ჩავეწერო. მოდი ვუთხრათ ესეთი რაღაცა, მინდა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, მაია თოდუა, ხვალ 11 საათზე და ვნახოთ რა სიზამს. თქვენ გაქვთ დაჯავშნილი ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ექიმ მაია თოდუასთან ხვალ სავარაუდოდ 11 საათზე. გსურთ რაიმე სხვა სერვისის დაჯავშნა ან რაიმე დამატებითი ინფორმაცია? არა, მადლობა. ნახვამდის. მოდი ახლა გადავამოწმოთ ჩვენი Google კალენდარი და როგორც ხედავთ, კონსულტაცია დაჯავშნილია, ვიზიტი ენდოკრინოლოგთან მაია თოდუა. პაციენტის სახელი თორნიკე, ტელეფონის ნომერი 579-22-58-09. ანუ ჩემი მონაცემებით კონსულტაცია დამიჯავშნა ექიმთან. რა თქმა უნდა, ეს ექიმი რენდომ ექიმია, მეგობრებო, ChatGPT-ს დავაწერინე, შევაქმნევინე ეს დოკუმენტი, არ გეგონათ სიმართლე არ არსებობს არც ასეთი ექიმი ენდოკრინოლოგი და ეს განფასებაც არ არის რელევანტური. აღნიშნავ, რომ არაგერიოთ ეს ფაქტი, უბრალოდ რენდომ აღებული მონაცემებია. დავუბრუნდეთ ჩვენს flows. როგორც ხედავთ, ორივე აგენტური flow მუშაობს და ჩვენი მიზანია ეხა მეგობრებო, რომ ჩვენი ეს ორივე აგენტური flow ავაგოთ ნულიდან და გზადაგზა უკვე გასწავლოთ რაღაცები და საერთოდ მიხვდეთ ამ პლატფორმის არსს და მუშაობის სპეციფიკას. დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან. ყველაფერი იწყება create workflow და ამ დაფაზე, როგორც ხედავთ მეგობრებო, ჩვენ წეღარაც გქონდა გახსნელი და ყველაფერი იწყება რამდენიმე ვარიანტად. უпроსორად, დაწყების რამდენიმე ვერსია გვაქვს. ერთი ვერსია არის add first step. ანუ ჩვენით გავაკეთოთ ყველაფერი ნულიდან. ჩვენი ხელით ავაწყოთ, რომელსაც დღეს გამოვიყენებთ. მეორე ვერსია წარმოადგენს AI აგენტის დახმარებას ამ პლატფორმაზე. ანუ ჩაშენებული აქვთ ბილდერი, მშენებარე, ანუ მშენებელი,
რომ ასეთი flow-ები აწყოს არა ჩვენი ხელით, არამედ ჩვენ უბრალოდ მივცეთ დავალება და ამ პრომპტი და ამ პრომპტის საშუალებით აეწყოს flow თავიდან. შემდეგ ეპიზოდებში აუცილებლად გიჩვენებთ ამასაც ეს როგორ ხდება ძალიან მარტივად, უნდა მივცეთ დავალება და ააწყობს, მაგრამ თქვენ მკითხავთ რომ რატო არ ვიწყებთ ამით. იმიტომ მეგობრებო რომ ახალი დამატებულია ეს ფუნქცია და ახლობით ერთი თვე თუ არ მეშლება რამე და ვერ მუშაობს იმდენად კარგად. შემდეგში როცა ჩვენ განვიხილავთ ამ ფუნქციასაც შემდეგ ეპიზოდებში აუცილებლად დავტესტავთ, ნახოთ როგორ მუშაობს და თქვენ თავად დარწმუნდებით რომ არ არის ისეთი სრულყოფილი, არ მომწონს დიდად, აქედან გამომდინარე ვამჯობინებ რომ ავაწყოთ ნულიდან. აქვე ამ დამხმარეს განყოფილებაში შემდეგაც დაგვჭირდება მეგობრებო, გვაქვს ორი სხვადასხვა განყოფილება. ერთი არის უბრალოდ ask, ანუ რომ ვკითხოთ რაღაცა ჩვენ ამ პლატფორმის ან მიმდინარე flow-ს შესახებ რაც გვაქვს და მეორე ეს არის build, ანუ წეღანაც ვილაპარაკე რომ რაღაცა მიუთითოთ ან ასე ტემპლეიტებიდან ავირჩიოთ, რასაც გვთავაზობს, ან ჩვენ თვითონ დავწეროთ პრომპტი, ჩამოვაყალიბოთ ChatGPT-ს ან Gemini-ის დახმარებით და ვსთხოვოთ რომ ააწყოს. ეხლა ეს არ გვინდა, დავხუროთ და განვიხილოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი ეს არის უკვე მზა ტემპლეიტები. Community-ის მიერაა შექმნილი და განთავსებულია პლატფორმაზე. ძალიან კარგი რაღაცაა, სიმართლე გითხრათ, მე გირჩევთ რომ ყოველთვის თქვენი ხელით ნულიდან ნუ დაიწყებთ კეთებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა, მაგალითად AI chatbot-იც უკვე აგებულია სხვების მიერ და მარტივად გაერკვევით თავისი მანიშნებლებიც აქვს იქ ყველაფერი, რა როგორ აგებული, ყველა დეტალში გაერკვევით და უკვე ნაცადი ხერხები და მეთოდები და flow-ები გამოიყენოთ ხოლმე, ძალიან კარგი იქნება ეს. თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ თქვენ არ იცოდეთ ნულიდან როგორ ხდება flow-ს აწყობა პირიქით. აუცილებლად უნდა ისწავლოთ ეს როგორ ხდება. უბრალოდ გარკვეულ მომენტებში დროის დაზოგვის მიზნით შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ უკვე აგებული flow და არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი ააგოთ ნულიდან. დავიწყოთ ჩვენ ახლა საქმე და გზადაგზა ვისწავლით ძალიან ბევრ დეტალს თუ როგორ რა ხდება. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ტრიგერი. ტრიგერი ალბათ ხვდებით, რასაც წარმოადგენს, ეს არის რაღაცა დამწყების საშუალება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილ აგენტურ flow-ს უბიძგებს, რომ დაიწყოს პროცესი. ტრიგერი შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად, შეიძლება იყოს დაკლიკებაზე, ანუ ჩვენ რომ მაუსს მივიტანთ და დავაკლიკებთ, ტრიგერი შეიძლება ეგ იყოს. ან შეიძლება იყოს რაღაცა აპლიკაციაში ან ვებსაიტზე მომხდარი გარკვეული მოვლენა, თუ სადღაც მაილი მოვა, ან რაღაცა მოხდება, დაემატება რაღაცა, მოკლედ, ბევრნაირი რაღაცა, შემდეგ უკვე როცა უდებს განვიხილავთ ჩვენ შემდეგ ეპიზოდში, დეტალურად მოგახსენებთ ამას თუ რა ვარიაციები არსებობს. შეიძლება ტრიგერი იყოს დაგეგმილი მოქმედება, ანუ ჩვენ შეგვიძლია flow-ს გაშვება ვუბრძანოთ ყოველ 4 შაბათს დილის 10 საათზე და არ იყოს ხელით სარეგულირო, რომ ხელით დაკლიკება სჭირდებოდეს ან მესიჯის გაგზავნა ან რაღაცა, იცის AI აგენტვა, რომ ყოველ 4 შაბათს დილის 10 საათზე უნდა დაიწყოს კონკრეტული flow-ს შესრულება. აი, მაგალითად, აქ მე რაც მაქვს შექმნილი, მე ხომ აქვს ტრიგერი ერთი მხრივ მაქვს უჩვეულებრივი ჩატი, რაც წეგან გაჩვენეთ ტრიგერად, ხოლო მეორე მხრივ მაქვს Telegram-ი. შემიძლია ორივე გამოურიცხო და ამ შემთხვევაში იყოს ტრიგერი, ეხლა ამ flow-ში არანაირად არ ჯდება აბსოლუტურად არალოგიკური და არაბუნებრივი გამოვა, მაგრამ იდეაში, თეორიულად, მე შემიძლია რომ schedule იყოს, ანუ გეგმიური ტრიგერი იყოს, რომელიც გარკვეულ პერიოდებში აღსრულდება მხოლოდ და მხოლოდ. უბრალოდ მოგეუბნებით, ამ flow-ში აზრს კარგავს, იმიტომ რომ ინფორმაციის წყარო სჭირდება ცოტა სხვანაირი და ეს flow სხვანაირად არის მოწყობილი. კი ბატონო, შემდეგი ტრიგერი შეიძლება ფორმის შევსება იყოს, ან რაღაცა როგორც გითხარით უკვე chat-ში მესიჯის მოსვლა, ტრიგერი ისიც კი შეიძლება იყოს, რომ სხვა უკვე ჩვენ მიერ აწყობილი flow-ში დამთავრდება რაღაცა პროცესი და მე რეიწყება ეს ახალი flow. მოკლედ ეს კომპლექსური საკითხებია, თქვენ არ იღელოთ ამაზე, ამ ყველაფერს გავივლით ჩვენ მომავალ ეპიზოდებში, ძალიან კომპლექსურად გასწავლით, ძალიან დიდ სიღრმეში ჩავალთ და გავერკვევით ყველაფერს AI აგენტებთან დაკავშირებით. ამჯერად ჩვენი flow უნდა იყოს მესიჯი, რაც შეეხება მეორე node-ს, ეს არის პირველი node-ი, მეორე node-ი ამ შემთხვევაში არის ამ პლატფორმაზე ყველაზე მთავარი რაღაც და ეს არის AI აგენტი. AI აგენტი მეგობრებო არის ორკესტრატორი, მენეჯერი, ჩათვალეთ სამსახურის უფროსი, რომელსაც ემსახურება სხვადასხვა დეპარტამენტი, სხვადასხვა მცირე მენეჯერი და ის გასცემს დავალებებს. მოდი ასე ვთქვათ. AI აგენტს ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვანიჭებთ სხვადასხვა რაღაცას და ამ რაღაცას განმარტავ რა არის და შემდეგ ის მოქმედებს უკვე ავტონომიურად ჩვენ მიერ მიცემული მთავარი მიზნისა და დავალების ფარგლებში. ანუ ჩვენ უსახავთ მიზანს, რომ მინდა რომ შენ
პაციენტებს მოემსახურო კლინიკასთან დაკავშირებით, ვინც მოიწერება და შემდეგ უკვე AI აგენტი თავად წყვეტს, რომელი ხელსაწყოები გამოიყენოს, რა თქმა უნდა, თავიდან ჩვენ ვუთითებთ ამას და შემდეგ უკვე თვითონ წყვეტს რაღაცებს ავტონომიურად. ეს არ დაგავიწყდეთ, რომ AI აგენტი შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან, რასაც ახლა ხედავთ თქვენ. პირველი ეს არის ტრიგერი, ანუ რითაც იწყებს AI აგენტი მოქმედებას, აუცილებელია ტრიგერი, რომ თავისით ვერ დაიწყებს და რაღაცა უნდა უბიძგოს, ჩვენ განვიხილეთ უკვე, რომ flow დაიწყოს და მოქმედება დაიწყოს AI აგენტმა. მეორე ეს არის ტვინი, ანუ გონიერება, რომელიც მოდის უკვე ხელოვნური ინტელექტისგან და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომელიც შეგვიძლია დავამატოთ და მივაბათ ამას. ეხლა ჩემი აზრით ცოტა დაიბნევით და იფიქრებთ, რომ რატო ხდება, რომ AI აგენტი თუ ქვია, რა გონია რა აქვს? არა მეგობრებო, აქ ცოტა სხვანაირად არის საქმე. AI აგენტი, როგორც მეკითხარით, აქ არის უკვე მენეჯერი, ანუ გარკვეული ჩვენი დავალებების აღმსრულებელი, skill set-ი აქვს უფრო მეტად, ვიდრე რაღაცა გონება ჩვენ თუ არ მივცემთ მას. ამის უკან არის კოდი, რომელიც ამ კოდის ფარგლებში ხორციელდება ჩვენ მიერ აგებული flow-ს ძირითადი ფუნდამენტები. მოდი ახლა მივცეთ ჩვენ OpenAI-ის ტვინი მაგალითად, ანუ ChatGPT-ის ტვინი, მივცეთ, მაგრამ აქ დაგჭირდებათ უკვე მთავარი რაღაცა, პირველი ძალიან მარტივად, უბრალოდ მოვნიშნე და მივეცი, როგორც დაინახეთ, უბრალოდ აქ მთავარი არის შემდეგი რაღაც. პირველი ეს არის ის, რომ მე უკვე დაკავშირებული მაქვს აქ ახლა, მაგრამ თქვენ დაგჭირდებათ აუცილებლად რომ შექმნათ credential-ი. ანუ დაუკავშიროთ ფიზიკურად, მე რომ მოვნიშნე უბრალოდ ChatGPT, ეს ხო არ არის საკმარისი რომ ChatGPT-ს პირდაპირ დაუკავშიროთ და ჩვენი account-ი უნდა დავაკავშიროთ. როგორ ხდება ეს ყველაფერი? Create new credential. მე დაკავშირებული მაქვს უკვე არ მჭირდება. აი ასეთ ფანჯარას გამოიტანს, ოღონდ ასეთ ფანჯარას ჩათვალეთ 90% შემთხვევაში დაახლოებით იგივე იქნება სხვა ინსტრუმენტების დამატების დროსაც და აქ უკვე წამოიწევს თქვენი ტექნიკური ჩართულობა, რაც უნდა გააკეთოს, ეს არის API key-ს დამატება. API key ეს არის ჩავთვალოთ რაღაცა დამაკავშირებელი ბრიჯი, ხიდი ჩვენსა და რაღაცა კონკრეტულ პლატფორმას შორის. უბრალოდ პლატფორმებს შორის, მთლად ჩვენს შორის არა, ჩვენ ვიყენებთ, მაგრამ ჩვენი ერთი ინსტრუმენტი უკავშირდება მეორე ჩვენს ციფრულ ინსტრუმენტს ან პლატფორმას API key-ის საშუალებით, რათა გაიგონ ერთმანეთის ენა და გამოიყენონ ერთმანეთის რესურსები. ამ შემთხვევაში N8-ს სჭირდება, რომ ამ flow-ში, ამ აგენტურ flow-ში ჩადოს OpenAI-ის, ჩვენი ChatGPT-ის რესურსი. აქედან გამომდინარე გვჭირდება API key, მაგრამ ამისთვის ჩვენ უნდა შევიდეთ აუცილებლად OpenAI პლატფორმაზე, რათა ჩვენ ავიღოთ API key. ეს არის არა ChatGPT-ის სექცია, არამედ OpenAI-ის პლატფორმა. არა გერიოთ, ძალიან ყურადღებით, ძალიან დიდი თხოვნით მოგმართავთ ეხა, რასაც აგიხსნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მოკლედ, ჩავწერეთ OpenAI platform API და გადავდივართ API keys ამაში და აქ ჩვენ უკვე ავტორიზაცია შეიძლება მოგთხოვოთ, არ დაიბნეთ, უბრალოდ გაივლით ავტორიზაციას, ხვდებით ChatGPT-ის პლატფორმის, ანუ OpenAI, ChatGPT-ის კომპანიის სახელი, დამფუძნებელი კომპანიის სახელი, ამათ პლატფორმაზე და აქედან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკვე API key, create new secret key, ძალიან მარტივად სახელს დავარქმავთ, თუ საჭიროა პროექტ შევქმნით და create secret key შექმნის, უბრალოდ წამოვიღებთ და აი ჩავსვამთ აქ. აი მთელი ფილოსოფია და მთელი სიღრმისეული დატვირთვის პირველი ნაბიჯი უბრალოდ ძალიან ართულდება ამის მერე რა. ტექნიკური მოცემულობა, რაც გვიწევს ჩვენ ამ N8-ში, რომ AI აგენტური flow-ები ავაწყოთ, ერთ-ერთი უდიდესი ნაწილი მოდის ზუსტად ამაზე, რომ საიდანღაც უნდა ავიღოთ ხოლმე API key და გადმოვიტანოთ ჩვენ. აქ ეხა ბევრი დეტალია, რაღაცა რაც მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს თქვენთვის, უბრალოდ ყველაფერი არის ძალიან მარტივად მოწყობილი და ძალიან მარტივად გაერკვევით. ერთადერთი დეტალი მინდა აღვნიშნო, მეგობრებო, რამაც შეიძლება დაგაბნიოთ, თუ ChatGPT გაქვთ გამოწერილი, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პლატფორმით თქვენ უფასოდ ისარგებლებთ თავისუფლად. ასე არ ხდება. ChatGPT-ის account-ში რო $20 იხდით, ეგ სხვა თემაა, ChatGPT-ით რო სარგებლობთ და GPT-ის აი ასეთი ვერსიით რო სარგებლობთ ამ პლატფორმიდან, რომ API key შეგვიძლია წამოვიღოთ ჩვენ და flow-ში ვისარგებლოთ, ეს სხვა თემაა. აქ დაგჭირდებათ გააქტიურება კრედიტების, უბრალოდ თანხის შეყვანა. უბრალოდ ეს თანხა არ წარმოადგენს რაღაცა დიდ თანხას. შედიხართ PIP-ში, გადადიხართ billing-ში და უბრალოდ აქ ბარათის მიბმა დაგჭირდებათ და $5 გადაიხადოთ და ძალიან დიდი ხანი გეყოფათ, პრობლემა არ იქნება თუ რაღაცა მაინც და მაინც დიდ ორგანიზაციულ მასშტაბზე არ უშვებთ, მაგალითად flow-ებს
დიდი ხანი გეყოფათ ნამდვილად ეს $5 და შეგიძლიათ არ წარმოადგენს ნამდვილად ფულადი თვალსაზრისით დიდ პრობლემას ამისი გამოყენება. კი ბატონო, ეს ერთი და გავაკეთეთ ჩვენ და შეგვიძლია ახლა უკვე გადავიდეთ სხვა ნოუთზე, დავამატეთ OpenAI, ხო, ერთ დეტალს გეტყვით კიდე. აქ არის მოცემული სხვადასხვა მოდელი, მეგობრებო, და არ დაგაბნიოთ ამას. ChatGPT-ს ჩვენ რასაც უყურებთ, ChatGPT 5-ს რო ვიყენებთ, იმის იქით აქვს ძალიან ბევრნაირი მოდელი, როცა აი ასეთ სიტუაციებში გამოიყენება ხოლმე open source მოდელები, ასე ვთქვათ, რაღაცა flow-ებში, აგენტურ flow-ებში და სხვა დატვირთვის სიტუაციებში გამოიყენება ხოლმე და აი ამ შემთხვევაში მე მაქვს მონიშნული GPT 4.1 mini, რადგანაც არის იაფი მოდელი, სტაბილური მოდელი, კარგი მოდელია, თან შედარებით მცირე და სწრაფად მომუშავე მოდელია, ამიტომაც ვიყენებ ამას. თქვენ შეიძლება დაიბნეთ ახლა ამდენი მოდელიდან, რომელი შეიძლება გამოიყენოთ, ნუ ხვდებით ალბათ ChatGPT 5.1 უკანასკნელი მოდელი ძვირიანი მოდელია, არ არის მარტივი გამოსაყენებელი ამ მიმართულებით. ამაშიც მე უკვე გაგარკვევთ შემდეგ ეპიზოდებში, რომელი მოდელის რა მხრივ არჩევა შეიძლება. ისიც კი შეიძლება გავაკეთოთ, რომ რამდენიმე მოდელი ერთდროულად ავირჩიოთ და აგენც მივცეთ დავალება, რომ გარკვეულ დავალებებზე ერთი მოდელი გამოიყენოს, გარკვეულ დავალებებზე მეორე Gemini-ის მოდელი გამოვიყენოთ, თუ იმას უფრო ვენდობით გარკვეულ საკითხებში. მოკლედ, ამ თემას გავწურავ შემდეგ ეპიზოდებში, ნელ-ნელა ვისწავლით. მთავარია იდეაა, რომ AI აგენტს ჩვენ მივეცით აზროვნება. ანუ გავხადეთ ჭკვიანი ჩვენი AI აგენტი. თუმცა ეხლა ჩვენ გვჭირდება მეორე რაღაც. ჩვენ გვჭირდება რომ AI აგენტს მივცეთ მემორი, ანუ მეხსიერება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ აქ Telegram-ში რო გვწერს, ან თუნდაც იმ chat-ში რო გვწერს, პირველ მესიჯს რომ მივწერთ, სანამ მესამე მესიჯამდე მივართ, არ დაავიწყდეს იმას. თუ simple memory არ აქვს, ჩვენ რო ვუთხრათ რომ მე მქვია თორნიკე და სასიამოვნოა გვეტყვის, მეორე მესიჯად რომ მივწეროთ რომ რა მქვია მე, გეტყვით რომ არ ვიცი, მე რა მქვია. აქედან გამომდინარე ჩვენ გვჭირდება რომ მივცეთ simple memory, რომ ჰქონდეს გარკვეული კონტექსტუალური მეხსიერება, რათა არ დაიბნეს და მოგვემსახუროს კონტექსტის ფარგლებში. ოღონდ აქ ერთი დეტალია. Simple memory არ იფიქროთ რომ არის საბოლოო memory. ანუ ეს არის უბრალოდ საბაზისო, ეხლა რაც არის საჭირო ჩვენთვის რომ ვიცოდეთ და თქვენ აგიხსნათ. თორე ამის იქით არსებობს ბევრად უფრო ღრმა მემორები და ბევრად უფრო ისეთი კომპლექსურ flow-ებში რაც გამოიყენება, ისეთი მეხსიერების ტიპები და ამასაც მე აგიხსნით, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რაღაცებია და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამის ცოდნა. დასაწყისისთვის ესეც საკმარისია. ხო, ერთი დეტალი კიდე რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს არის context window length. ანუ სიგრძე კონტექსტს შეგვიძლია ცოტა გრძელი გავაკეთოთ, რომ მარტივად არ ამოწუროს ეს მეხსიერების ლიმიტი და ცოტა დიდხანს გასტანოს. კი ბატონო, და გადავიდეთ შემდეგ ნოუდებზე, ჩვენ გვჭირდება უკვე Google კალენდარი, რათა მოახდინოს Google კალენდარში ჩანიშნა ჩვენი ბუქინგების, უბრალოდ პაციენტის ბუქინგების, ვინც კი მოიწერება ამის შესახებ. გავხსნათ Google კალენდარი, ოღონდ აქ გვაქვს ჩვენ უკვე ცოტა დამაბნეველი რაღაცა დასაწყისისთვის. აქ შეგვიძლია ჩვენ განვსაზღვროთ ორნაირი ოპერაცია. ერთ ნოუთს თუ დავამატებთ, აქ ერთ ნოუთში არ შეიძლება გავწეროთ ბევრნაირი ოპერაცია. ერთი ნოუთი მიძღვნილია ერთ ოპერაციაზე. მოდი, პირველ რიგში გავწეროთ ჩვენ პირველი ოპერაცია, ეს არის get many retrieve many events from a calendar. რაც გულისხმობს არა ჩანიშნას, არამედ ინფორმაციის მოძიებას კონკრეტულად რა ხდება ჩვენს კალენდარში. როდის რა ჯავშანია განთავსებული, რომ არ დაამტყვიოს და ორი ჯავშანი ერთდროულად არ ჩაწეროს. და ერთადერთი რაღაცა რაც უნდა გავაკეთოთ კიდე, რომ არის მიუთითოთ ჩვენი მაილი, ანუ რომელი მაილიდან უნდა წამოიღოს ეს კალენდარი. მაგრამ მთავარი რაღაცა არ მithქვამს ამ შემთხვევაში. მთავარი რაღაცა არის იგივე რაღაც, რაც წეღან OpenAI-ზე გავაკეთეთ. credential-ები. ისევ შევდივართ create new credential, გავდივართ ავტორიზაციას და აქ გვიჩვენებს უკვე ჩვენ სხვადასხვა ტიპის მონაცემების ველებს, რაც იქნება შესაყვანი. მეგობრებო, ამ ეტაპზე არ გავაკეთებ მე ამას, იმიტომ რომ OpenAI-ისგან განსხვავებით ოდნავ უფრო რთულია. თუმცა გპირდებით შემდეგ ეპიზოდებში თქვენი თუ ვერ იზამთ ამას და ვერ გაართმევთ თავს, მე აუცილებლად გავაკეთებ ამას. მაგრამ მაგამდე ერთ დეტალს გეტყვით კიდე. როდესაც შედიხართ create new credential, რა ინსტრუმენტიც არ უნდა იყოს. ყოველთვის გეუბნებათ ასეთ რაღაცას. დახმარება თუ გჭირდებათ, ყოველთვის შეგიძლიათ Open Docs მისცეთ და Open Docs-ში ყოველთვის ჩამოწერილი იქნება ზუსტი ინსტრუქცია თუ რა უნდა გააკეთოთ. შეგიძლიათ ესეც გამოიყენოთ, ვიდეოც კი იქნება მოცემული და შეგიძლიათ ამითი გაართოთ თავი. თუ მაინც ვერ გააკეთეთ, მე გპირდებით, რომ მე აუცილებლად გავაკეთებ ამას შემდეგ ეპიზოდებში, რომ ისწავლოთ Google-ის სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომელიც უფასოა ხოლმე ამ flow-ში რომ გამოვიყენოთ, როგორ დავაკავშიროთ ამ flow-ში. ისეთები როგორიცაა Google Sheet, Google კალენდარი, Gmail, Drive
Google Doc-ი და მოკლედ ყველაფერი რაც საჭირო იქნება. მე მგონი ყველაფერი გითხარით, ერთადერთი მე მგონი არ მithkoms შემდეგი რაღაცა, აქ არის უკვე დროის ჩარჩო, თუ რა დროის ჩარჩოთი უნდა იხელმძღვანელოს ჩვენმა აგენტმა და მოდით ჩვენ შეგვიძლია აქ მივუთითოთ ასეთი რაღაც, ვარსკვლავს დავაკლიკოთ და უთხრათ, რომ AI აგენტმა ჩვენ და დამოუკიდებლად თავად განსაზღვროს ეს ჩვენ მიერ მიცემული სისტემური ინსტრუქციის მიხედვით, რომელსაც ძალიან მალე ვიზამთ. შემდეგი რაც არის, ეს არის მეორე Google კალენდარის ნოუდი და მატოთ, რომელიც უკვე იქნება ჯავშნის შემტანი, შემქმნელი უბრალოდ. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივუთითოთ უკვე create, add an event to calendar. და ამ შემთხვევაშიც დროით ჩარჩოში უთხროთ, რომ თავად გადაწყვიტოს ყველაფერი, უბრალოდ ერთადერთი დეტალი მივუთითოთ, შევიდეთ add field-ში და მივუთითოთ შემდეგი რაღაცა, ეს არის summary და აქაც უთხროთ, რომ თვითონვე განსაზღვროს. ამით ჩვენ ვაიძულებთ AI აგენტს, რომ სახელი თავადვე მოუფიქროს ვიზიტს, რასაც დაჯავშნეს ხოლმე და ჩვენ მანუალურად არ გქონდეს ეს საკეთებელი. კი ბატონო, ეს ორიც გავაკეთეთ და კი ბატონო, ხო, ეს ერთი რაღაცა დამავიწყდა და ძალიან კარგი რომ ხა დამავიწყდა, იმიტომ რომ ნახეთ, როცა რაღაცა გაიჭედა, ასე ვთქვათ, რაღაცა არ მუშაობს, რაღაცა დავაკელით, აუცილებლად გააწითლებს და როცა არ იქნება ასე, აუცილებლად მწვანე იქნება ყველაფერი. მოდი შევიდეთ აქაც და ჩვენი მაილი დაუკავშიროთ თუ რომელი კალენდარი უნდა აღიქვას ზუსტად ამ აგენტმა, მაგისი მითითება რომ გავაკეთოთ და დაგვრჩა ერთი ბოლო რაღაცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის AI აგენტის ინსტრუქცია. ამას ვაკეთებთ AI აგენტის შიგნიდან add option-ში შევდივართ და მივდივართ system message. ამ შემთხვევაში მე უკვე გამზადებული მაქვს ეს, აი ჩემი რაწყობილ flow-შია უკვე, მოდი უბრალოდ ჩავაკოპირებ, გავხსნი და აქ იხსნით ყველაფერს, რომ თქვენთვის იყოს გასაგები ზუსტად რას ეძღვნება ამ flow-ში. მოკლედ, მოდი აქედან გავხსნათ და ინსტრუქცია არის შემდეგი. პირველი როლი და რაღაცა დავალება ზოგადი რაც არის, მეგობრული ასისტენტი რომ ამ კლინიკიდან, ეხლა სულ არ წავიკითხო, მე მგონი თქვენ თავად მიხვდებით ამ ყველაფერს და ასევე გამოყენებული ეს სისტემური ინსტრუქციები იქნება ამ ვიდეოს აღწერაში აუცილებლად ლინკების სახით და აუცილებლად გაიცანეთ და გამოიყენეთ, გადახედეთ. ეს ყველაფერი ჩემი ხელით დაწერილი არ არის, მე დავალება მივეცი უბრალოდ Gemini-ს და Gemini-მ ჩამოაყალიბა ეს სისტემური ინსტრუქცია, რომელიც უბრალოდ გადმოაკოპირეთ. სისტემურ ინსტრუქციაში წერია, რომ არის მეგობრული ასისტენტი ამ კლინიკიდან, კლინიკის პაციენტებს ემსახურება, ერთადერთი დეტალი ძალიან მაგარი რაღაცაა რომ მივუთითოთ და აუცილებელი რაღაცაც კი ეს არის now ფუნქცია ჩვეულებრივად აი ზუსტად ამ ნიშანს მოძებნეთ კლავიატურაზე მონიშნავთ და შემდეგ უკვე თვითონვე გამოაკლებს now და შეგიძლიათ დააკლიკოთ ეს არის ნიშანი რომ გაიაზროს დროითი კონტექსტი. წეგან რო გითხარით, რო ეტყვის პაციენტი რომ ხვალ ჩამწერეთ, შეიძლება ის ნიშანი თუ არ აქვს ჩაწეროს 2023 წელს, ან 2024 წლის მონაცემებით. ან ვერ ხდება რა დროითი ჩარჩოა ამ წუთში, რა დროითი კონტექსტია, აქედან გამომდინარე გვჭირდება რომ მივუთითოთ, აი ეს აუცილებლად ზუსტი დრო აღიქვას რაც არის და ამის მიხედვით იხელმძღვანელოს მერე ჩაწერებთან დაკავშირებით. კრიტიკული მითითება მაქვს მიცემული რომ აუცილებლად ქართულ ენაზე ილაპარაკოს და შემდეგი დავალება რაც მაქვს მიცემული ეს არის რომ Google კალენდარში მოიზიოს ინფორმაცია და შეუთანხმდეს პაციენტს და დაჯავშნოს ვიზიტი. დიალოგიც კი მაქვს, შესაძლო დიალოგი გაწერილი თუ რა შეიძლება პაციენტსა და AI აგენტ შორის. მოკლედ, ძალიან კარგი სისტემური ინსტრუქცია, ყველაფერი მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთადერთი რაღაც, რომ მივწეროთ ეხა აგენტს უკვე ჩვენ და დაუწყოთ საუბარი. მოდი გავაკეთოთ ასეთი რაღაცა. ამ შემთხვევაში გავხსნათ ეს და ამ შემთხვევაში ხო ერთი რაღაცა დამავიწყდა მე მგონი არ მithkoms თქვენთვის. ეს შეიძლება იყოს ასე დახურული მეგობრებო და ეს თუ დახურულია, ჩატით ფუნქციით სარგებლობთ მხოლოდ და მხოლოდ აქედან open chat, ანუ N8-ის პლატფორმიდან, მაგრამ N8-ის პლატფორმიდან ამაზე სარგებლობა არაფრად არ გვარგია. აუცილებლად გვჭირდება რომ საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი make chat publicly available. შეგვიძლია მოუნიშნოთ უბრალოდ და გვაძლევს უკვე საჯაროდ სარგებლობის საშუალებას. დავაკოპიროთ უბრალოდ ეს ჩატი, გავხსნათ და კი ბატონო, მოგესალმებათ კლინიკა Medical Service, რით შემიძლია რომ დაგეხმაროთ, მოგწერა. ხო, ამ შემთხვევაში მე ერთი დეტალი გამორჩა კიდე უკვე აწყობილ flow-ში ვიყავი მეგობრებო, დავბრუნდები ჩემს flow-ში, რომელსაც ვაწყობდი და უბრალოდ აქ გადმოვიდნენ. კი, აქ გადმოტანილია ყველაფერი, კი და
აქედან გავხსნი, არასწორად ხსნიდი იქიდან. ანუ აქედან გავხსნი ამ chat-ს. აი make chat publicly available. აქედან მივეცეთ, უბრალოდ ერთადერთი დეტალი სანამ ამ chat-ს გავხსნი, მიუთითებ აქ შაბლონურ message-ს, რაც უნდა მისწეროს chat-მა გახსნის დროს, ანუ როცა პაციენტი საუბარს დაუწყობს. გამარჯობა, რით შემიძლია მოგემსახუროთ. კი ბატონო, მოდი ჩავკეცოთ დროებით, save მივცეთ, ეს არ დაგავიწყდეთ ყოველი ნოუდის შექმნისას და დატრენინგებისას, ასე ვთქვათ, flow-ს აწყობისას მიეცეთ ხოლმე save-ი, რომ არ დაგეკარგოთ რაღაცა, დარეფრეშებად smart-ივად შეძლოთ და რაღაცა ბევრჯერ არის ხოლმე შემთხვევა, რომ დაგვკარგია ხოლმე ზუსტად ამის გამო, რომ save-ის მიცემა დაგვავიწყეთ და გამომდინარე save-ი ყოველთვის მიეცეთ ხოლმე. გავხსნათ ხელახლა chat-ი, დავაკოპიროთ ეს ლინკი და აი აქ ხელახლა გავხსნათ ახლა ეს სანამ ლინკს გავხსნით და chat საუბარს დაუწყებთ ერთი დეტალი კიდევ არ შეგეშალოთ ეს არის inactive active წარმოებაში რომ გაუშვათ ჩვენ ეს chat-ი აუცილებლად active უნდა იყოს რომ მოქმედებაში იყოს ეს workflow ამის შემდეგ უკვე ჩვენ ვხსნით ვაკოპირებთ ამ ლინკს chat-ის რომ გავხსნით შეგვიძლია დაუწყოთ საუბარი გამარჯობა რით შემიძლია მოგემსახუროთ გამარჯობა ვიზიტის დაჯავშნა მინდა ხვალ პირველ საათზე. ხვალ 13 საათზე დრო თავისუფალი აქვთ ხო მომაწოდოთ თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი რომ ვიზიტი დავჯავშნო. ეს მე ვუთხარი მეგობრებო რომ აუცილებლად გამოართვას ყველას პაციენტს სახელი და ნომერი რომ ვიზიტი ისე დაჯავშნოს. თორნიკე 579-42-58-09. კი ბატონო, მივეცი. მადლობა თორნიკე, თქვენი ვიზიტი დადასტურებულია ხვალ 13 საათზე თუ კიდევ რაიმე დაგჭირდათ, სიამოვნებით დაგეხმარებით. ეს ზრდილობა მე ვასწავლე, ასე ვთქვათ, შეგვიძლია განვავითაროთ და უფრო მეტიც კი ვასწავლოთ ამასთან დაკავშირებით. დავნახოთ ახლა მეგობრებო, ჩვენს Google კალენდარში რა ხდება, ეს ვიზიტები, სხვა სატესტო ვიზიტებია, 13 საათზე ხვალ 3 დეკემბერს ჩანიშნულია ვიზიტი თორნიკე, ჩემი სახელით მიუთითო, ჩანიშნა ვიზიტი. მოკლედ, ჩვენმა flow-მ იმუშავა, რაც ავაწყეთ მშვენივრად, თავისი პატარა საქმე შეასრულა. გაწერილი აქ თავისი ინსტრუქცია, ყველაფერი რაც უნდა შეასრულოს, აქ როგორც თქვენ გნებავთ, ისე შეგიძლიათ დააკორექტიროთ ყველაფერი. გადავიდეთ ახლა უფრო რთულ ჩვენს მეორე flow-ზე და ავაწყოთ უკვე Telegram ტრიგერით ჩვენი flow. დავიწყოთ ნულიდან შენება ჩვენი workflow-ი, ისევ შევდივართ ტრიგერში და ამ შემთხვევაში ჩვენი ტრიგერი არის უკვე Telegram-ი. Telegram-ის ტრიგერებში და ასევე სხვაგანაც შეგხვდებათ ესენი და არ დაგაბნიოთ. Telegram-ს როცა მონიშნავთ, თქვენ შეგხვდებათ ორი სხვადასხვა სექცია. და არა მარტო Telegram-ში, არამედ სხვა ინსტრუმენტებსაც როცა მონიშნავთ, თქვენ შეიძლება შეგხვდეთ ტრიგერები და თქვენ შეიძლება შეგხვდეთ action-ები. ტრიგერი ნიშნავს იმას, რომ ისეთი რაღაცა მოქმედებები, რაც აპლიკაციაში ხდება, რომელიც იწვევს workflow-ს დაწყებას, ანუ კონკრეტული flow-ს დაწყებას. ხოლო action-ი ნიშნავს უკვე შემდეგ მოქმედებებს, როცა AI აგენტმა დაიწყო მუშაობა, თუ რა შეიძლება გააკეთოს AI აგენტმა ამ აპლიკაციაში, მაგალითად დატოვოს chat-ი, ან რაღაცა ფაილი მიიღოს, ან გააგზავნოს ფაილი, მოკლედ ბევრნაირი რაღაცა, რაც შეიძლება განხორციელდეს. ჩვენ ამ შემთხვევაში ტრიგერად გვჭირდება, ბევრნაირი ტრიგერია მოცემული, მაგრამ ტრიგერად გვჭირდება, რომ ავირჩიოთ on message, ანუ message-ი როცა მოვა, მაგაზე რომ მოახდინოს რეაგირება. ოღონდ ამ შემთხვევაში credential-ი გვჭირდება, რომ ავტორიზაცია გავიაროთ და მინდა რომ გაჩვენოთ. ცოტა დამაბნეველია ხოლმე და არ მინდა რომ დაიბნეთ და მინდა რომ გაჩვენოთ როგორ შეიძლება განხორციელდეს ეს ყველაფერი. ამ წუთში მე მაქვს უკვე მონიშნული, თქვენ არ გექნებათ, ანუ შექმნილი მაქვს უკვე ასისტენტები. თქვენ შემთხვევაში შედიხართ create new credential და აქ უბრალოდ გთხოვთ access tokens. ანუ კოდის რაღაცა ნაწილს, ფრაგმენტს, რომელიც დაეხმარება ამ აგენტს, რომ დაუკავშირდეს ჩვენს Telegram ასისტენტს, რომელსაც შევქმნით. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვნახოთ ასეთი რაღაც bot father, ასეთი სასაცილო სახელი ქვია და ჩვენ უბრალოდ თუ მივწერთ hello, მოგცემთ სხვადასხვა ვარიაციას, თუ რისი გაკეთება შეუძლია, ჩვენ უნდა მიუთითოთ new bot. new bot მიუთითეთ და გთხოვს, რომ სახელი დავარქვათ. ოკეი, სახელი დავარქვათ N8N demo bot. აი ასეთი სახელი დავარქვათ, კიდე გთხოვს რომ username-ი შეურჩიოთ, bot-ი თუ ნამთავრდებოდეს აუცილებლად, ოღონდ ამაზე მითხრა რომ უკვე აღებულიაო. აქედან გამომდინარე, მოდი ეს ვქნათ bot ასე თუ იზამს. კი ბატონო, მოგცა, შექმნა. და ეხლა დააკვირდეთ ძალიან კარგად. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება use this token to access the HTTP API.
HTTP request-ი რასაც ნიშნავს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა ამ პლატფორმაზე AI აგენტის შემდეგ მომდევნო ეპიზოდში განვიხილავთ მაგას. ამ ეტაპზე კი უბრალოდ ეს კოდი დავაკოპიროთ ჩვენ და ამ კოდის დაკოპირების შემდეგ წავიღოთ და მივცეთ ჩვენს აი ამ Telegram trigger-ს, რაც გთხოვა, კი ბატონო, save მივცეთ და სანამ გადავალთ შემდეგ node-ზე, უბრალოდ outget და დავტესტოთ. execute დაიწყო listening-ი, ჩვენ მოქმედება გავაკეთოთ უკვე და აღიქონთ. ჩვენ შევიდეთ შეგვიძლია Telegram-ში და უკვე გადავიდეთ აი აქ, შექმნილ ასისტენტში. ამ bot-ში start და მივწეროთ უბრალოდ გამარჯობა, რათა შევამჩნიოთ, რომ ნამდვილად აღიქვამს თუ არა. აი n8n demo bot ჩვენ რაც შევქმნით და აი ამ სახით მოგცა ჩვენი მიწერილი ტექსტი, ჩვენ რაც მივწერეთ გამარჯობა, უკვე დაგვიბრუნა აი ამ სახით. ეს ცვლის სხვადასხვა სახეს ხოლმე, შეგვიძლია ვნახოთ სხვადასხვა view გვაქვს ამ შემთხვევაში, შეგვიძლია table ვნახოთ, ანუ ცხრილის სახით, ან JSON კოდით კი შეგვიძლია ვნახოთ, როგორ და რა შეიძლება აღიქოს ამ მოწერებიდან. კი ბატონო, გადავიდეთ შემდეგ node-ზე. შემდეგი node-ი მეგობრებო, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს Google Doc-ი. სადაც მე გითხარით თქვენ ამ flow-ში ინოვაცია არის, რომ ჩვენ ცოდნის მცირე ბაზას ვუქმნით, რაც უნდა იცოდეს კლინიკის შემთხვევაში. ამიტომ Google Doc-ში შევიდეთ შეგვიძლია ჩვენ და Google Doc-იდან ჩვენ გვჭირდება get a document. ჩვენ არ გვჭირდება დოკუმენტის შექმნა. უბრალოდ უნდა მიიღოს უკვე ჩვენ მიერ შექმნილი დოკუმენტი, აი ეს მაქვს შექმნილი მაგალითად, სადაც Gemini-მ შექმნა random კლინიკა, რაღაცა ფასები, სახელები, სერვისების და ასე შემდეგ. უბრალოდ დავაკოპირებ ამას და მივცემ მე ამ ჩვენს nodes, რომ აღიქვას არაგერიოთ. აქ მე უკვე დაკავშირებული მაქვს, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს create new credential, რათა n8n-მა აღიქვას და მიიღოს Google დოკუმენტი. როგორც დაგკვირდით, ამაზე თქვენი თუ ვერ იზამთ, მე აუცილებლად შემდეგ ეპიზოდში ან მომდევნო სხვა ეპიზოდში განვიხილავ ამასაც როგორ რა ხორციელდება. როგორც ხედავთ, აი აქ წამოსულია უკვე, ასე ვთქვათ, ტექსტი, რაც არის მოცემული Telegram-ში ჩვენ რაც მივწერეთ, უკვე ეს აღიქვა და მეორე node-ით განხორციელდა. მოდი დავაკლიკოთ ამასაც, რომ ესეც განხორციელდეს, წაიკითხოს, კი ბატონო, აღიქვა, აი ზუსტად ეს ჩვენ რაც მივეცით, ეს დოკუმენტი აღიქვა. ორივე დოკუმენტი არის წარმოებაში წასული. შეგვიძლია დავასეივოთ და გადავიდეთ მესამე node-ზე. მთავარ node-ზე, რომელიც არის უკვე AI აგენტი. AI აგენტის შემთხვევაში ჩვენ უნდა გავაკეთოთ შემდეგი რაღაცა. პირველი, სანამ ჩვენ სისტემურ ინსტრუქციას მივცემთ, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეთ აქ, გავხსნათ define below, რათა AI აგენტი მიხვდეს თუ საიდან უკავშირდება user-ი. აი ეს უნდა განსაზღვროს, ხო? ჩვენ გვაქვს არა ჩატიდან კონტაქტი, რაც წეღან მქონდა, წეღან არ დაგჭირდა, იმიტომ რომ არსებულ ადგილობრივ ჩატიდან მქონდა პლატფორმაზევე განთავსებული. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს, რომ Telegram-იდან დაუკავშიროთ AI აგენტს, მიხვდეს საიდან უნდა წამოიღოს ინფორმაცია. ქვემოთ მოცემულია უკვე მესიჯი, ჩვენ რაც მივწერეთ, გამარჯობა, ჩვენ უბრალოდ ვაკოპირებთ ამას და ჩავსვამთ ამას, რათა გაიაზროს AI აგენტმა მიიღოს დაუკავშიროს უკვე საიდან აქვს მას ინფორმაციის მოწოდება user-ისგან. ოღონდ ერთადერთი დეტალი, ახლა არაგერიოთ. მეგობრებო, ეს მონაცემები არის ცვლადები. ეს არ არის საბოლოო ფიქსირებული მონაცემები. ჩვენ აქ გამარჯობა კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ გამარჯობას ვაგდებთ და ვაძლევთ AI აგენტს. არამედ ცვლადს ვაძლევთ. ტექსტის ფორმას ვაძლევთ, რომ აი აქედან Telegram-ში როცა მოვა, რო გადავთარგმნოთ ასე, როცა მოვა გამარჯობისნაირი რაღაცა, ან თუნდაც რაღაცა სხვა სიტყვა ნებისმიერი, აი ამ ტიპის ინტერაქცია როცა მოხდება, ეს შენთვის იყოს მაჩვენებელი, რომ მომხმარებლის შენთან კომუნიკაცია განხორციელდება ამ გზით. და აი ეს ცვლადი მივეცეთ, რომელიც შეიძლება საერთოდ შეიცვალოს, სხვა პრივატი იყოს, ან სხვა ნებისმიერი რამე. უბრალოდ ეს ცვლადია, რომელიც დავაკავშირეთ. მეორე ჩვენ რასაც ვაკეთებთ, შევდივართ add option-ში, შევდივართ system message-ში და ამ შემთხვევაში ვაძლევთ უკვე system-ურ prompts, აი აქ არის განთავსებული, დაახლოებით იგივე რაღაცა, რაც წინა შემთხვევაში იყო, უბრალოდ system-ურ prompt-ში ცოტა გართულება აქ და ახლავე გაგარკვევთ რა. პირველ რიგში ვეუბნებით ამ სისტემურ პრომპტშიც, რომ შენ ხარ დამხმარე ასისტენტი კლინიკის, რომელიც Telegram-ში პასუხობს პაციენტებს და ახორციელებს ორ ოპერაციას.
პირველი ოპერაცია ეს არის, რომ ჩემ მიერ მიცემული დოკუმენტზე დააყრდნობით, აი ამ დოკუმენტზე დააყრდნობით, რაც აქ მე გაჩვენეთ თქვენ, შენ პასუხობ პაციენტებს ზრდილობიანად და ამომწურავად, რაც აინტერესებთ სერვისები, ფასები და ასე შემდეგ, ხოლო მეორე რასაც აკეთებ, ეს არის რომ სტანდარტული მოქმედება რაც წეგან გავაკეთეთ. ანუ Google კალენდარში ნახულობ ჯავშნებს, აანალიზებ და სთავაზობ რამდენიმე ვარიანტს მომხმარებელს და შემდეგ უბრალოდ აკეთებ დაჯავშნას. აი მთელი ამ სისტემური პრომპტის ავან-ჩავანი არის ეს. უბრალოდ აქ ორი ტექნიკური საკითხია და ეხლავე გაგარკვევთ ამაშიც, უბრალოდ გადავაკოპირებ აქ და მიხვდებით ყველაფერს რაშიც არის საქმე. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ ორი რაღაცა, როცა ჩვენ ვეუბნებით აქ რომ Telegram-ზე შენ პასუხობ მომხმარებლებს, აქ უნდა დაუკონკრეტოთ კონკრეტულად Telegram-ზე მოსული მესიჯი. წეგან რაც გავაკეთეთ, დაახლოებით იგივე რაღაცა უნდა მივცეთ აქაც. აი უბრალოდ ტექსტი დავაკოპიროთ ჩვენ, წამოვიღოთ აქ და ჩაუსვოთ სამწუხაროდ ქვემოთ გადააგდო, გავხსნათ. ეს ტექსტი დავაკოპიროთ, ამოვიტანოთ ზემოთ და მივცეთ ლოგიკურად სადაც მიყვება ზუსტად იქ. ჩვენ ვეუბნებით რომ შენ ხარ ასისტენტი Telegram-ის მეშვეობით, ხო? აი მაშინ აქ უნდა ჩაუშვათ ეს ერთი და მეორე რა უნდა გავაკეთოთ? მეორე ეს არის რომ მეგობრებო, ნახეთ, დოკუმენტი. ჩვენ ვეუბნებით რომ შენი მიზანია რომ ასისტირება გაუწიო პაციენტებს და უპასუხო შეკითხვებზე დოკუმენტაციის მიხედვით, კლინიკის დოკუმენტაციის მიხედვით, რაც ჩვენ მივეცეთ. ამას ახლა წავშლი და ხელახლა. სად არის ეს ჩვენი კლინიკის დოკუმენტაცია? აი ნახეთ, აქ გვიგდებს, ანუ წინა ნოუდიდან, წინა ნოუდის აუთპუტი, რაც ჩვენ გამომავალი, ასე ვთქვათ, რაც ჩვენ გავაკეთეთ წეგან, რომ მივეცეთ აღსრულებას თუ გახსოვთ, აი აქ გამოგვიტანა და ეს შეგვიძლია წამოვიღოთ უბრალოდ აქ და ჩავსვათ ამ შემთხვევაში, რათა გაიგოს რაზეა საუბარი, კი ბატონო, გაიგო ესეც და მესამე რასაც ვაკეთებ, უკვე ჩვენთვის ნაცნობი მოქმედება, რომ ნაუს ვაძლევ. კი ბატონო, აქაც ერთხელ გავაკეთო, ასეთი რაღაცა მივცეთ და ნაუ, უბრალოდ თვითონვე გამოგვიგდებს, რატო წვალობთ. კი ბატონო, თვითონვე გამოგვიგდო და ნაუ. დანარჩენი არის სტანდარტული პრომპტი. აი ეს არ აგერიოთ რა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. ახალი ნოუდის დამატებაში გვაქვს წინა ნოუდის აუთპუტი, ჩვენი ეს პარამეტრი რაც შეგვყავს, ამისი სივრცე და მერე ამ ნოუდის აუთპუტი, რომელიც იქცევა შემდეგი ნოუდის ინფუტად. აი ეს არ აგერიოთ რა. ეხლა ჩვენ დავაკავშიროთ უკვე AI მოდელი, OpenAI დავაკავშიროთ მოდი ამ შემთხვევაში, კი ბატონო, ეს გავაკეთეთ, ჩვენ შევუქმნათ მეხსიერება, ამას კი ბატონო, მივცეთ ეს მეხსიერება simple memory, ოღონდაც აქ ერთი რაღაცაა გასარკვევი, რომ პირველ რიგში 20 კონტექსტის ფანჯარა ასეთი მიუთითოთ კონტექსტის სიგრძე, ხოლო მეორე შემთხვევაში მეხსიერებაში უნდა მიუთითოთ თუ რა უნდა იყოს დაკავშირებული, სად უნდა გამოიყენოს ეს მეხსიერება და ამ შემთხვევაში ჩვენთვის key არის Telegram-ის chat ID, რომ აი აქ უნდა გამოიყენოს და ესეც მიუთითოთ, ეს მეხსიერება კონტექსტუალურად უნდა გამოიყენოს აქ. რატომ არ დაგჭირდა წეგან? იმიტომ რომ არსებულ ლოკალურ chat-ზე იყო საუბარი, რომელიც ამავე პლატფორმაზე იყო შემდგარი და ფიზიკურად არ დაგჭირდა ეს ამბავი. და შემდეგი ოპერაცია რაც არის, ეს არის Google კალენდარი დავამატოთ ჩვენ ამას. ესე იგი ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში get-many აუცილებლად, მერე დავუკავშიროთ ჩვენი მაილი, get-many, რათა retrieval-ი მოახდინოს, ანუ ნახოს ზუსტად რა და ჯავშნებია, მერე დროით შუალედებზე მოვნიშნოთ ჩვენ ასე ვარსკვლავები მივცეთ, რათა თვითონვე გაერკვეს რა დროის შუალედია და გავხსნათ უკვე მეორეც Google კალენდარი, სადაც უკვე ჩვენ create-ს მივცემთ და აქაც იგივე ოპერაციები გავაკეთოთ ზუსტად. კი ბატონო და აქაც მიუთითოთ ეს და აქ მიუთითოთ უკვე დროითი манипуляცია რომ თვითონვე განახორციელოს. კი ბატონო, ეს ყველაფერი გაკეთებულია, მოდი ვნახოთ მუშაობს თუ არა. ხო, აი ერთ რაღაცას აგიხსნეთ კიდევ. ჩვენ მიერ აწყობილი flow სამუშაოების ორი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ერთი მანუალური, აი აქ ვაკლიკებთ, ან აქ ვაკლიკებთ თითო node-ზე, რომ ამუშავდეს ეს flow, ან მეორე პირდაპირ active-ს ვაძლევთ და მთლიანი flow ხდება active, ანუ ცალკე აღარ გვჭირდება. მოდი ამ შემთხვევაში სანამ active-ს მივცეთ execute workflow, ანუ დაიწყო, ეხლა გველოდება ჩვენ რომ ტრიგერმა დაიწყოს მუშაობა, flow-მ დაიწყოს მუშაობა უბრალოდ. კი ბატონო, შევიდეთ ჩვენთან, გამარჯობა და ვნახოთ რას მიპასუხებს. უბრალოდ
რა უნდა მიპასუხოს, როცა დაბოლოება არ აქვს, უცებ მეც ვერ გავიაზრე. ყველაზე მთავარი რაღაცა, ბოლო ნაბიჯი, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამ აგენტურ flow-ში. Telegram იღებს message-ს, ამუშავებს, შეუძლია მოქმედებების ჩადენაც, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დასრულება, ბოლო მითითებული. წელან ჩატში სხვა სიტუაცია იყო. აქ უკვე ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი კვანძი, ბოლო კვანძი, რომ ისევ Telegram-ის კვანძი, რათა მოახდინოს Telegram-მა ჩვენთვის პასუხის დაბრუნება. ჩამოვალთ ქვემოთ operation-ებში და ჩვენ უნდა მიუთითოთ send a text message. კი ბატონო, მიუთითეთ და აქ უკვე დაკავშირებული იქნება ბუნებრივად ჩვენ მიერ შექმნილი Telegram-ი. უბრალოდ აქ უნდა მიუთითოთ ჩვენ chat ID და აქ უნდა მიუთითოთ text მეგობრებო. Chat ID-ს რაც შეეხება, chat ID ხვდებით რაც არის, აი აგერუია მოცემული, chat ID შეგვიძლიათ გავაკეთოთ და მივცეთ აქ. რაც შეეხება ტექსტს, არ შეგეშალოთ. ტექსტი chat-ის არის აი აქ. ამას თუ მივცემთ, მაშინ ჩვენ მიერ მიწერილი ყველა წერილი უკან დაგვიბრუნებს, ანუ იმავე სიტყვებით ზუსტად. ეს არ არის Telegram-ის გამომავალი. პირველ შემთხვევაში კი ეს იყო, იმიტომ რომ შემავალი იყო Telegram-ისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ AI აგენტის output-ი. აი ეს. რასაც პასუხობს AI აგენტი შემავალ message-ზე, აი ეგ უნდა მივცეთ Telegram-ს გამომავალად, რომ AI აგენტმა უპასუხა კი ბატონო და ეხა Telegram-მა უნდა დამიბრუნოს. გამტარია Telegram-ი უბრალოდ რა. users ჩემსა და AI აგენტ შორის არის გამტარი რა. ჩემს მიწერილს, ასე ვთქვათ, ხარშავს და აძლევს AI აგენტს და მე AI აგენტის დაგენერირებულს აი ამ node-ით უკან გვიბრუნებს. მოკლედ, flow აწყობილია, ყველაფერი რიგზეა, წესით და რიგით, მე მგონი არაფერი არ მოვიწყდება, შეგვიძლია უკვე დავტესტოთ ეს ჩვენი AI აგენტის workflow კლინიკასთან დაკავშირებით, როგორ რას გვიპასუხებს, ვნახოთ. შევიდეთ ჩვენ მიერ შექმნილ test bot-ში, გამარჯობა, მივწეროთ და ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩვენი საუბარი. უბრალოდ ერთი რაღაცა არ მომწონს და მოდი ესეც გამოვასწოროთ. This message was sent automatically with NA10. ეს შეგვიძლია გავუთიშოთ. ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ send a text message, შემდეგ add fields, შემდეგ append NA10 attribution და შეგვიძლია ეს გამოვურთოთ. კი ბატონო, save მივცეთ. დავარეფრეშოთ და ისე განვაგრძოთ ამ bot-თან ჩვენ საუბარი. მომიყევი კლინიკის სერვისებისა და ფასების შესახებ. როგორც ხედავთ, მეგობრებო, წამოიღო ზუსტად კლინიკის სერვისები და ფასები, რაც მივეცი მე დოკუმენტში, ყველაფერი წამოიღო. კი ბატონო, პირველი მოქმედება ჩაიდენა აბსოლუტურად ზუსტად და გადავიდეთ მეორე მოქმედებაზე. კარგი, მაშინ ხვალ 5 საათზე დაჯავშნე ვიზიტი კარდიოლოგთან. კი ბატონო, და მომწერე კარდიოლოგის სახელი და გვარი. იმიტომ რომ კარდიოლოგის სახელი და გვარიც გვაქვს მითითებული ჩვენ აქ როგორც მახსოვს. კი ბატონო, გვაქვს მითითებული, ვნახოთ რა გვიპასუხა. კარდიოლოგის სახელი და გვარია კლინიკაში არის გიორგი კანდელაკი. მოდი გადავამოწმოთ. აგერ არის გიორგი კანდელაკი. კი ბატონო, 70 ლარი. ფასი რატო არ მითხრა? ეხლა ფასი ზემოთ დაწერა და მაგიტომ ახლა შემიძლია შემოწმო availability, ანუ შეურია მაინც სიტყვა, დავშევხთო დამიდასტუროთ პაციენტის სრული სახელი და ტელეფონის ნომერი. თორნიკე 579 კი ბატონო, ვნახოთ აბა რას იზამს. თქვენი ვიზიტი კარდიოლოგ გიორგი კანდელაკთან დაჯავშნილია 3 დეკემბერი 17 საათი. და გადავიდეთ ჩვენს Google კალენდარში, წესით დაჯავშნილი უნდა იყოს. ბევრი სატესტო ჯავშანია 5 საათზე, კი ბატონო, დაჯავშნა განხორციელებულია, ოღონდ სახელი რატომღაც წამოღებული არ არის. რატომ? გასაკვირი ეს არის. თითქოს მითითებული მქონდა თუ რამე არ მეშლება. სამერე, არ მქონდა მითითებული, საინტერესოა, გამომრჩა ალბათ, არ ვიცი. ამის მითითებაც საუცილებელი იქნება, რომ სახელი თვითონვე დაარქვას შეხვედრას. მოკლედ, ეს flow-ც მუშაობს, მეგობრებო, ძალიან კარგი. ორივე ავაწყეთ და ორივე მუშაობს. ერთადერთი დეტალი, მე მგონი გამომრჩა და აუცილებლად უნდა გითხრათ, ეს არის შემდეგი რაღაცა. წინა flow-ში
გავიხსენებ ახლა ჩატში, როდესაც ჩვენ ეს ჩატის ინტერფეისი გვაქვს და ლინკი გვაქვს უკვე, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივწეროთ, ჩვენ ჩატის ჩაშენება ან მოდიფიცირება შეგვიძლია ამ ჩატის და ჩაშენებაც ჩვენს არსებულ ვებსაიტზე, რათა იფუნქციონიროს ამ workflow-ს საშუალებით ამ ჩატმა და კლიენტებს მოემსახუროს. ამის გაკეთება შეგვიძლია აქედან. თუ შევალთ ჩვენ აქ, ანუ როდესაც მესიჯები მოდის, აი ზუსტად ამ note-ში და შემდეგ გადავალთ hosted chat-ის ნაცვლად embedded chat-ში, აქ გვაძლევს ჩვენ ინსტრუქციას და ვაკლიკებთ here-ში და აი აქ გვაქვს ჩვენ უკვე საშუალება ორნაირი. ერთი რომ აი აქ გვაქვს ჩვენ მოდიფიცირების საშუალება, გვაქვს, ასე ვთქვათ, ფერები შეუცვალოთ და რაღაცა სხვა აბსოლუტურად გადავასხვანაიროთ და მეორე გვაქვს კოდები, რომ ჩვენმა დეველოპერმა ან პროგრამულმა ინჟინერმა ვინც გვყავს, წაიღოს უბრალოდ და ჩასვას ჩვენს ვებსაიტზე, რათა ჩვენ გქონდეს ვებსაიტზე მოქმედი ჩატი. მოკლედ, სულ ეს იყო დღეს რაც უნდა მეთქვა. ვცდილობდი რომ უფრო მოკლე გამოსულიყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად გაიწელა, ძალიან მიჭირს, რომ ძალიან მოკლედ გადმოვცე ხოლმე სათქმელი, იმიტომ რომ მართლა ბევრი რაღაცაა სალაპარაკო და ბევრი რაღაცაა საჩვენებელი, მაგრამ მთელი გულით და სულით ვცდილობ მეგობრებო, რომ აგიხსნათ და შეგიქმნათ მოტივაციაც, გაგიღვიოთ ინტერესიც და დაგაფიქროთ სერიოზულ საკითხებზე და გამოვიწვიოთ ტრიგერი ვიყო ამ შემთხვევაში როგორც Telegram-ია ისეთი ტრიგერი ვიყო თქვენთვის, რომ შეაბიჯოთ AI სამყაროში და დაიწყოთ აქტიური მოხმარება. მოკლედ, როგორც დაგპირდით, აი კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ N8-ზე, ანუ AI აგენტებთან დაკავშირებით, ასევე vibe coding-თან დაკავშირებით, რომ აპლიკაციები პროტოტიპიდან production-ამდე მივიყვანოთ, უკვე სერიოზულად ავეგოთ რაღაცები, ასევე ღრმა სამუშაო ბიზნეს პროცესთან დაკავშირებით AI-ის გამოყენება, სადაც ხდება და AI-ისთან ზოგადი კომუნიკაციის მხრივაც სიღრმეებში ჩასვლის დროს პირდებით ძალიან ბევრ ტუტორიალსა და vlogs, ძალიან საინტერესო რაღაცებს, უფრო და უფრო გავზრდი ხარისხსაც და რაოდენობასაც, რასაც შემოგთავაზებთ. თქვენგან არაფერი არ მჭირდება, ერთადერთი რაღაცის გარდა, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე, სადაც ვართ წარმოდგენილები, YouTube, LinkedIn, Facebook, TikTok და Instagram, ასევე Spotify-ც გვაქვს, გამოგვიწერეთ უბრალოდ, თვალი გვადევნეთ და დაგვიტოვეთ უკავშირი. მთელი გულით და სულით ვცდილობთ, რომ თქვენთვის შევქმნათ ეს სარგებელი, რაც AI სამყაროს უკავშირდება და მე მგონი თქვენც ხვდებით, რომ ძალიან ვცდილობ ამ ყველაფერს და ვცდილობ ყველაზე ეთიკური და სწორი ფორმებით, რომ მოგაწოდოთ და მიგახვედროთ, როგორ შეიძლება ყველაზე რაციონალურად და პრაგმატულად AI-ის გამოყენება. დღეს დაგემშვიდობებით, იმედია, რომ საინტერესო ეპიზოდი იყო და მომდევნო ეპიზოდში დაგიბრუნდებით ასევე AI აგენტების თემაზე. დროებით და ნახვამდის.